მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და ჩემო გამომწერებო. დღეს ვისაუბრებთ ნიკოდემოსის სახარებაზე. გაგრძელება ეს არის იოსებ არიმათიელის დაპატიმრება და მისი სასწაულებრივი გათავისუფლება. ესე იგი, ჩვენ წინაზე გავჩერდით მე-11 თავზე. მე-11 თავი იყო ჯვარცმის შესახებ იესოსი და ეხლა გავაგრძელებთ უკვე იოსებ არიმათიელის დაპატიმრების შესახებ. ნიკოდემოსის სახარება არის იგივე პილატეს საქმეებით ცნობილი და არის ძალიან მნიშვნელოვანი სახარება. დავიწყოთ ტექსტის კითხვა. თავი მე-11. მე-6 საათს ჩამოწვა ბნელი და მე-9 საათამდე დაბნელდა მზე. მერე კი ორად განიძოძა საბურველი ტაძრის საკურთხევლისა. ამოიძახა იესომ ესე ბადაკ ეფკი რუე, რაც ებრაულად თარგმანში ნიშნავს სული ჩემი შენთვის მომიბარებია. და განუტევა სული, ანუ იესო ქრისტეს ბოლო სიტყვები ჯვარზე იყო ეს სული ჩემი შენთვის მომიბარებია, on მამას მიმართ. გაიგონა ცენტურიონმა ეს და ჩაილაპარაკა, ჭეშმარიტად ძე ყოფილა ღმრთისა. მოდიოდნენ მრავალნი, გოდებდნენ და უკან მიდიოდნენ. მიემართნენ ცენტურიონი გუბერნატორს და ყველაფერი ამცნეს ყოველი რაც მოხდა. დაღვრემილი პილატე და მისი ცოლი მთელი დღის მანძილზე არც არას ჭამდნენ და არც არას სვამდნენ. დემთავრებთან წარგზავნა პილატემ ცენტურიონები და აკითხინა, თქვენ ციხილეთ ეს? მიუგეს მათ, დაბნელდა მზე ჯვარცმის შემდეგო. ხოლო ვინმე კაცი იოსები მოსული ქალაქ არიმათიიდან პილატესთან მივიდა და დასამარხავად თხოვა სხეული იესოს. აიყვანა ცხედარი ტილოში გაახვია და იმ სამარხავს მიიყვანა, სადაც არასოდეს არავინ დაუსვენებია. ანუ ეს იოსებ არიმათიელი იყო სინედრიონის წევრი. და ამას ვიგებ ჩვენ 4 თავიდან. 4 თავიდანაც და ესე შეფარვით, ანუ ესე პირდაპირ არ წერია, რომ იოსებ არიმათიელი სინედრიონის წევრი იყო ახალ აღთქმაში. წერია საბჭოს წევრი. ამ მრჩეველთა წევრი იყო და ეს დამაბნეველი არის. თუმცა იქ წერია, რომ იოსებ არიმათიელი არ დაეთანხმა იესოს გასამართლების პროცესზე, სინოდის ხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამიტომ ამ ურჩობისათვის, რომ იესოს ჯვარდის ან გვამი ცხედარი ჩამოხსნა ჯვრიდან და დაასაფლავა, სინოდის გადაწყვეტილების გარეშე გააკეთა იქ, ამის გამო უკვე დააპატიმრებენ. და ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი. ანუ თვითნებურად გააკეთა. თვითნებურად კი. ერთადერთი იყო ეს სინედრიონის წარმომადგენელი. სინედრიონის სხდომა შედგებოდა 71 კაცისგან. 70 სწავლულმოყოფილი იყო და იმათი ერთ-ერთი წევრი იყო იოსებ არიმათიელი, რომელიც არ დაეთანხმა ნიკოდემოსთან ერთად, იონის სახარებაში წერია, ნიკოდემოსთან ერთად არ დაეთანხმა იესოს ჯვარცმის გადაწყვეტილებას და წავიდნენ და ჩამოხსნეს. მარტო იოსებ არიმათიელი არ ყოფილა. ნიკოდემოსიც იყო, მაგრამ ნიკოდემოსი ეხმარებოდა იესოს ჩამოხსნა. ანუ თვითონ კი ჩამოხსნა, მაგრამ რომ დაასაფლავა მიეხმარა ნიკოდემოსი ბალზამირებას უუკეთებენ, ალოები და ისინი ზედნასაცხერები. ხო, რა, სამკურნალო. ეს წერია იონის სახარებაში. ანუ ჩაასვამ, ესე იგი, თუ იოსებ არიმათიელი სინედრიონის წევრი არ იყო, მაშინ რანერად არ დაეთანხმა, ხო? ესე იგი, იქესლებოდა ამ სასამართლო პროცესს და თვითონაც წევრი იყო. წევრი არ ყოფილიყო, როგორ დაესწრებოდა. ხო. ესე მოკლედ დგინდება ეს. ანუ ეს რო გაიგესო, ეხლა იწყება მე-12 თავიდან. ეს აღწერილი არის ნიკოდემოსის სახარებაში. შეიტყვეს იუდეველებმა, რომ იესოს ცხედარი იოსებს სწავლობდა დასაკრძალავად სინოდის გადაწყვეტილების გარეშე. ანუ სინოდი არის ებრაული ტერმინი და ნიშნავს უმაღლეს სასამართლოს ხდომას, რომელიც შედგება 71 კაცისგან. და სინედრიონი უკვე ანუ ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შედიან სინაგოგის ხდომის წევრები რა. ხო, ანუ სინოდი ქვია ებრაელების შეკრებას, ხო? სინოდი ებრაულად ნიშნავს სინაგოგაში შეკრებას. ებრაელების შეკრებას. სწავლულების კი, აი მამაურების ასე ვთქვათ. იმიტომ რომ იოსებ არიმათიელს ნიკოდემოსი მამაოდ მიმართავს. ხო. გამოდის რომ ესეც იქაური წარმომადგენელი იყო, სინედრიონის წევრი იყო. ფარისეველთა სექტის წევრი იყო. ამიტომ ეს სექტა ცუდად ესმის ხოლმე კურსში რა. ახლა ჩემეცნიერები სექტა არ ნიშნავს კონკრეტულად იმას, რომ აი გამოყოფილია და აღიარებს მართლმადიდებლობას რაღაც, არა. სექტა თვითონ მართლმადიდებლობაშიც. ანუ თვითონ იუდაიზმშიც კი სამი სექტა იყო. ესენიანელების, ზელოტების და ფარისევლების. ფარისევლები აღიარებდნენ მკვდართა აღდგომას, სადუკეელები უარყოფდნენ სულის უყდარებას და მკვდართა აღდგომას და ესენიანელები ორივეს აღიარებდნენ. ანუ აჯერებდნენ. მოდი გავაგრძელოთ. და მაგას სექტა ქვია, ხო? სექტა ქვია, კი. ხო. ანუ თვითონ ეს იოსებ არიმათიელიც სინედრიონის სექტის წევრი იყო, ფარისეველთა სექტის წევრი. პავლე მოციქულის ამბობს, რომ ის არის ფარისეველთა სექტის წევრი, ფარისეველი ვარნეულს. ხო.
და მამანოთი მიმართავს პარისევისა სინედრიონზე პავლე მოციქული, როდესაც შეიპყრობენ. შეიტყვეს იუდეველებმა, რომ იესოს ცხედარი იოსებს წაუღიათ ასაკრძალავად. მასთან მივიდნენ ის 12-ნი, რომელნიც ამბობდნენ არ შობილა იესოს იწვისგან და ნიკოდემოსი და მრავალი სხვა იუდეველი, რომლებმაც პილატეს იესოს კეთილი საქმეების შესახებ ამცეს. ნიკოდემოსის გარდა ყველა უფრთხოდა მღვდელმთავრებს. მღვდელმთავრები ეტყოდნენ ნიკოდემოსს, ვინ დაგხვდო ნება სინაგოგაში შემოსულიყავი, მეგზური იყავ მისი და მის მსგავსად შენც მოგეგება შენი წილი. მიუგებდა ნიკოდემოსი ამინო. ანუ ებრაელები, ანუ ეს მღვდელმთავრები რა, ესენი მღვდელმთავრები არ იყვნენ, ან ფარისევთა სექტის ზოგიერთი სწავლული არ იყო მღვდელმთავარი. ეს ვინც იყო უმაღლესი საბჭოს წევრები, აი კანადაიაფა ხო, იყვნენ მღვდელმთავრები. იმათმა უთხრეს, რომ შენ ვინ მოგცაო ჩვენთან შემოსუფლებაო. დახურულ კალს მიიღმა, ისინი კიდე რაღაცებს თათბირობდნენ. და ეს არ უფრთხოდა ნიკოდემოსი იყო ერთ-ერთი გამოჩენილი გუმხურვარი იესოს მიმდევარი და არ უფრთხოდა არავის არ ეშინოდა რა. მართალი კაცი იყო და იმიტომ. და ესენი ემუქრებოდნენ, რომ შენ რო გამომოწაფთი მასო და იმის მეგობარი ხარო ქრისტესიო, ამის გამო შენც მოგეგება შენი წილიო. და ესე უნდა ამინ იყოს ასე. მოვიდა იოსები და უთხრა იუდეველებს, რად მიცგერთ ავის მზერით, რახან ცხედარი გადავასვენე? ჩემ სამარხს მივიყვანენ და დაუკრძალე სუფთა ტილოს გახოვოლით. და ეს იოსებ არიმათელი იყო მდიდარი ადამიანი. პიტაპიწერია სახარებაში. ხო, ის სამარხიც ხო მაგან იყიდა. სამარხის მაგის ტერიტორიაში იყო. მაგან იყიდა, ხო. კი, თან არავინ არ იყო დასაფლავებული, ანუ თითქოს წინასწარ იყო გამზადებული რაღაც ასეთი. ხო, სამარხავს ვეება ლოდი მივაგორე და აკლდამა დაუგმანა. ანუ ყურე დაუკრძალე სუფთა ტილოს გახვეულიო. სამარხავს ვეება ლოდი მივაგორე და აკლდამა დაუგმანე მისითო. ვაი თქვენ, რომლებმაც არ იკმარეთ ჯვარცმა მართლისა და შუბითაც განგმირეთო. ხედავ, ესე იგი ადანაშაულებს იოსებ არიმათიანი მღვდელმთავრებს, კანასა და იმას მიმართავს. ვაი თქვენ, ეს არ იკმარეთო. და ისიც დამატეთ. შუბით განგმირეთო, ანუ ცენტურიონს უთხრეს მიდიო. მოგმირო რომ გავიგოთ ეს ჯადოქარიაო ეს ოჯორი გასასყიდებოდა. პოლონდეო პოლო. ანუ ხუთი ჭირობა ქონდა მაცხვარს, ორი ხელებზე, ორი ფეხებზე და მეხუთი აქა. ეს ხუთი დროსაც ქონდა, ხო, აი ფერჩი ქონდა და გულში ასული რა, ეს შუბი, რა უგმირეს. რო დარწმუნდნენ რომ მოკვდა ჯვარზე რა. ხოლო იუდეველებმა წაიყვანეს იოსები, ეს რო უთხრა ამის შემდეგ უკვე ნახე, რატო რა მოხდა იოსებ არიმათელის დაპატიმრების მიზეზი. ეს რომ ხო, ხოლო იუდეველებმა წაიყვანეს იოსები და მცველად დაუყენეს საფლავს, უთხრეს, შაბათი თენდება და ჟამი არ გვაძლევს ხელს ვიმოქმედო შენს წინააღმდეგ. მას გაუფრთხდი სამარხს, რომ შენი გვამით სვავე მარინადიმონი. ხოლო იოსებმა მიუგო, სიტყვა შენი გაკადნიერებულ გოლიათისასა გავს, რომლითაც აყოდრებდა ცოცხალ ღმერთსა და წმინდა დავითს. ხოლო წინასამართყულის პირით ამბობს უფალი შურს მივაგებ და მიუზღავ. მიუგეს იუდეველებმა. ესე იქ რომელი იყო? თორმეტით 13 აღარ მოცედა. Eksoty. Шестому этапу процесса. შურს მივაგებ და მიუზღავ. აჰა, წინა დაუცვეთელი, რომელიც გურითაა წინა დაცვეთილი, წყალს იღებს, ხელს განიბას და ამბობს. ანუ ეს იოსებ არიმათელი ამბობს პილატეზე ახლა. ეუბნება მღვდელმთავრებს. და მართლის სისხლი ჩემზედ არ არის, არამედ თქვენზეო. დაჟე პილატემაც კი არ აიღო თავის თავზე სისხლიო და თქვენ კიდე ამბობდით, რომ ჩემს და ჩემს შვილებზე იყოს. წარმოვიდგინე, რა იმათ ადრესე ხა იოსებ არიმათელი. ხოლო მიუგებდით თქვენ ჩვენზეთ იყოს და ჩვენ შვილებზეთ. ამ ხელს ეხა ეს იოსებ არიმათელი მღვდელმთავრებს. ახლა კი მეშინის რომ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს თქვენ და თქვენ შვილებს. ეხა ჩდება ესეთი კითხვა. თუ მამამ წინასწარ იცოდა რომ ზეგავე იმეტა ჩვენი წოდებისათვის როგორც ესენი ბუდავენ, ხო. და ჯვარზე ჩვენი წოდებისათვის გამომოკვდა, მაშინ რომელი უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს იოსებ არიმათელი. რატო უნდა განსხვავებულიყო მამა, რა არის ოდნავ ჯერ უკავდნენ? ხო, თუ წერილი ახსოვდა მით უმეტეს. რატო უნდა განსხვავებულიყო მამა, პირიქით აღასრულეს ჯული და თავზე ხელი უნდა გადაესო რა კარგი ხარ. ხო, რო გომოდრია ხოლმე ხა თავისი ძე გაწირა თქვენი წოდებისათვის. რას მომადლი კაცო? გაწირა, რა შედაგეკითხავი მე? ხო, მე მკითხავ. სულ სხვადასხვა ყოფილა, თუ გაწირა, მაშინ რატო განრისხდა, ხო? წერილი აღუსრულებიათ რაღაც ვეჭდიოდებს. ესე იგი საქმე მაგაში არ ყოფილა.
განესხდნენ მღვდელმთავრები ეს რომ მოისმინეს იოსებ არიმათიელისგან, რომ უფლის სიტყვა დაგატყდება თავს, რომ პილატემ თქვა მართალი კაცი მომაკვლებინდესო კაცო. ხელები დაიბანაო, გული წინა დაუწესაო, წინა დაუწვეთელმაო, ხო? და ის გულით იყო წინა დაწვეთელიო პილატეო და თქვენო, ვინც მართალის სისხლიო, თქვენს თავზე აიღეთო რა? დაჟე იმ გული წინა დაუწვეთელმაც არ აიღო თავის თავზეო და თქვა რომ მე ვერ ავიღებ ამ უდანაშაულო სისხლს და თქვენ ამბობთო, ჩვენზე და ჩვენ შულებზე იყოს და ეს რომ მოისმინეს იოსებისგან ეს ბრალდება ამ მღვდელმთავრებმა განესხნენ მღვდელმთავრები ეს რომ ისმინეს შეიპყრეს იოსები და ისეთ ალაგს გამოკეტეს სადაც არც სინათლე შედიოდა და არც ხმა გამოდიოდა ამოქოლოს ყოველი ღრუ მისი ცვილით ცველები განამწესეს შესასვლელთან და დატოვეს მარტო გამოხდა შაბათი და ხალხები მოიხმეს სინაგოგაში მოვიდნენ ისინიც მრავალი უნდოდათ გამოერკვიათ როგორ დაშიდნენ არიმათიდან მოსულ იოსებს ბრძანეს მღვდელმთავრება რომ ვით პატივაყრელი ცემატყებით მოეყვანათ იგი ახარეს საკეტურები და იოსები არ დახვდათ იქ ანუ საპრობლეში აღარ დახვდათ გაუგდნენ რადგან გასაღები კაიაფას ქონდა წაღებული და ანუ აყარეს რა პატივაყრელი ცემატყებით გამოეყვანათო რა იოსები რახან ესე მიმართა მღვდელმთავრებს მაგიტო და როდესაც შევიდნენ და ის ახყარეს საკეტურებიო ანუ ხო აი ეგ მაინტერესებდა ახყარეს საპატიმრო გახსნეს ხო ახყარეს საკეტურებიო ეს ძველ ქართულად წერი იოსები აღარ დახვდათო რა გაუგდნენ რადგან გასაღები კაიაფას ქონდა წაღებული და ყველა სარქველიო სახლისა ისევ დაკეტილი იყო ანუ ყველაფერი დაკეტილი იყო და მაინც და მაინც იოსები არ დახვდათ იქ და რა მოხდა საოცარი გათავისუფლება ეხა ყვება რა მოხდა იქ აი რომელიღაცა კინოში ვერ გამოდა ხელი გაიშურა პილატეს წინაშე იოსოს დამცველთაკენ რადგანაც პილატე ვერ ჩაერეოდა ეხა კაიაფას ხელში იყო ყველაფერი ციხე ვერ დაადანაშაულებდნენ იმას რომ ვითომ პილატე მოიპარა ვიდრე სინაგოგას ისწრდნენ და იოსებზე ლაპარაკობდნენ მოვიდნენ პილატეს ჯარისკაცები რომელიც იესოს საფლავს ცვლად განუმწესეს რომ ქრისტეს მოწაფეებს არ მოეპარათ მისი გვამი აუწყეს მათ ეხა ისინი მოდიან იესოს საფლავს უცვლელება დაუყენეს ებრაელებმა რომაელი ჯარისკაცები ისინი მოდიან ეხა რომ იქ გვამი აღარ არისო იზახი ის იქ არ არის ეს აქ არ არის ის იქ არ არის აუწყეს მათ შეინძრა მიწა და ვიხილეთ ანგელოზი ციდან ჩამოსული ლოდი გადააგორო და დაბრძანდა სამარხავთან ხედავ ეს კიდევ ერთხელ ამყარებს იმას რაც მე ვთქვი მათეს ახარებაში წერია ეს რომ როდესაც მარიამი და მაგდალენელი და სხვა მარიამი მივიდნენ დაინახეს ანგელოზი როგორ ჩამოვიდა გადააგურა ლოდი და იმ ლოდზე დაჯდა და იქვე იყვნენ ის მცველებიც რომლებმაც ეს დაინახეს ანუ მათეს ახარება უფრო ზუსტია ვიდრე იონის ახარებასთან მარტო მარიამ მაგდალენელი მიდის და გადაგორებული ხდება უკვე ლოდი ანუ სხვა ინფორმაციები ეს არის ხოლო მათეს ახარებაში რაც არის აღწერილი იგივეა ნიკოდემოსის ახარებაში ანუ რომ მივა იმ დროს გადააგორებს ხო მის თვალს იმ დროს ჩამოვა ანგელოზი და ჯარისკაცებიც იქედგანან და მარიამ მაგდალენელის და მარიამიც იქა და ყველა დაინახავს ანგელოზი გადააგორებს და ეუბნება რატო ეძიებ ჯვარცმულ მესიასო ანუ იესოსო აქ არ არისო აღდგავ ხო და მერე წავლიდნენ გაიქცევიან სიმონ პეტრეს და იმას შეატყობინებენ იოანეს ხო და აი ეს დაინახეს ცველებას ხო იოანეს ახარებაში არ წერია რომ მარიამ მაგდალენელი მივიდა მცველებიც იქ იყვნენ მარიამ მაგდალენელი მივიდა უთენისას გადაგორებული დახტა ლოდი და მცველებიც არ იყვნენ ანუ სხვა სურათია იოანეს ახარებაში და მათეს 22 თავში სხვა სიტუაციაა მათეს სახარებაში წერია რომ ანგელოზი დაინახეს წინა ჩამოსული უკვე გადააგორა ლოდი და დაჯდა მასზე იოანეს ახარებაში უკვე გადაგორებული ხდება და იქ ცოლებიც არ არის ო ეხა აქ ვინ წინააღმდეგობას ვერ ხედავს აგერევი ჩემი პოსტია და შეიძლება შოულზე წაიკითხოს და უფრო მეტად დარწმუნება ამაში მე-13 ეხა ვუყურე აქ რა ხდება აუწყეს მათ შეიძრა მიწა და ვიხილეთ ანგელოზი წინა ჩამოსული ლოდი გადააგორა და დაბრძანდა სამარხავთან ხედავ ანუ რაც მოხდა მათეს ახარებაში იგივე არის თოვლივით წინავდა იგი და ვით მზის სხივი ისე ხნათდა იგი გვეშინოდა ჩვენ და ვწდოდით მის შემხედვარი ვისმინეთ სამარხთან მოსულ დედაკაცთან მიმართ ნაუბარი ანგელოზისა აჰა კიდევ ერთხელ ადასტურებს იქ მათეს ახარებაში ანგელოზი რო ეუბნება ხო რატო ეძებ ჯვარცმულს აქ არ არისო წადი და ახარეთ რომ აღდგაო ტყუილად ეძებთო ამბობდა იგი ნუ გეშინია ჯვარცმული იესოს მაძიებლებო უკრეთით აღდგა იგი უკვე თუ არ აქცამთ მისი აღდგომისა მოდით იხილეთ სარეცელი უფლისა აღარ აწევს იქ ახლა კი წადი და ახარე მის მოწაფეებს რომ უკრეთით აღდგა და გალილეაშია ხედავ გალილეაში არისო იქ უნდა ელოდებოდნენ და არა პალესტინაში და იერუსალიმში და იქ ზეთისხილის თაზე როგორც ლუკას ახარებაში წერია ბოლო თავებში ლუკასთან წერია რომ ზეთისხილის თაზე ანუ იერუსალიმში ამაღდა იესო ხოლო აქ მათეს ახარებაში როგორც ნიკოდემოს ახარებაში წერია რომ გალილეას ნაზარეთში და ის იერუსალიმისგან მოშორებით იყო ძა ანუ სწორი რომელია გალილეაში გალილეაში კი გალილეიდან ამაღდა იმიტომ რომ რაც ხوار მოუთხენ წადი და იქ დამელოდეთ სანამ მოკვდებოდა იქამდე უთხრა როცა აღდგებიო იქ დამელოდეთ რა გალილეაში
და ანგელოზმაც ეგრე აღუწყა. ანუ მათ ესახარება უფრო ზუსტი ინფორმაციაა რა, ნიკოდიმოსთან ვიდრე დანარჩენი. დაეკითხა მღვდელმთავრები, ვინ დედაკაცს ეუბნებოდაო რა? ამ პილატეს ჯარისკაცებს შეეკითხნენ, ხა, ვინ დედაკაცს ეუბნებოდა ის ანგელოზიო. მიუგებდნენ ცოლი, არ უწყით ვინ იყვნენ. იმიტომ ეს ცოლები არ იცნობდნენ ღვთისმშობელს და მარია მაგდალენას. არა და მათეს მიხედვით ღვთისმშობელი იყო მარიამი და ეხა დედა როგორ არ ავიდოდა კაცო თავის შვილის საფლავზე. და იყო მარია მაგდალენი, ორი ქალია მოხსენებული. მათეს სახარებაში კი და ივანეს სახარებაში მარტო მარია მაგდალენი მიდის, ცალკე მარტო. რომელსაც ხდება უკვე გადაგორებული ლოდი. გავაგრძელოთ ესე იგი, კითხეს კვლავ რა ჟამი იდგაო? ამ მღვდელმთავრება იმ ჯარისკაცებს უთხრეს. მიუგეს ცოლემა იდგა შუაღამეო. ანუ წარმოიდგინე შენა გამთენიისასო. მივიდა მარია მაგდალენი ხო წერია? ჯერ კიდევ ბნელოდაო და ანუ ეს მოხდა რა შუაღამეს. ზუსტი საათი არავინ არ იცოდა. იესოს აღდგომა მოხდა რა, ანუ ეგრე გამოდის რა. შაბათს ღამეს მოხდა რა. და კვირასანამ გათენდებოდა, ჯერ არ იყო გათენებული კვირადღე. შაბათ ღამე მოხდა რა, შუაღამე იდგაო, აგი ამბობენ. დაეკითხან იუდეველები, დედაკაცები რა არ შეიპყარითო, როცა ეს დაინახეთო რა? რატო არ იმოქმედეთო? თქვენს ცოლემა შეგვეშინდა და გავფირთით, ხოლო სინათლე თვალს აგჭრიდა. და ვერაფერს ხედავდით, როგორ შეგვეპყრო? ანუ იქ წერია მათ ესახარებაში, რომ შეშფოთებული გაშეშდნენ, კუდრებად იქცნენ რა, შეფეთქე კუდრებად იქცნენ. ყველაფერს ხედავდნენ და ვერაფერს ვერ ამოძრავებდნენ. ამ იმისგან გაუგნებულები იყვნენ. ხედავდნენ და ვერაფერს ვერ მოქმედებდნენ. და ზოგან წერია რომ კუდრებივი დაეცნენო სახარებაში. მაგრამ აქ წერია რომ პირდაპირ ხედავდნენ რაც ხდებოდა იქ მოვლენებს. ისე სხვანაირად ვერ აღუწერდნენ ამათ. ხო. მიუგეს იუდეველებმა, ერთი სიტყვისაც არ გჯერა თქვენიო. თქვენს ცოლემა, რადგან რამდენი სასწაული ვიხილეთ იმ კაცისა და მაინც არ იწამეთ. ჩვენ რას დაგვეჯერებთ, ჭეშმარიტად ცოცხალია იგი. ანუ დაჟე ამ ცოლემაც კი დარწმუნებით უთხრეს რომ ცოცხალიაო რა. და თუ იმ კაცს არ უჯერებდით, რამდენი სასწაული განახათო, მე როგორ დამეჯერებთ. ხო, მე თქვენს ცოლემა, გვსმენია, გამოკეთეთ ცხედრის შემოსველი და კარი დაუგმანეთ, ხოლო რომ გააღეთ, აღარ იყო იქ, ეხა იოსებ არიმათეაზე ეუბნება რა. ჩვენ გვსმენია რომ იქ აღარ დავხვდაო, რომ გააღეთ კარებიო. მოიძიეთ იოსები და ჩვენ იესოსო პოვებთო. თქვენ იოსები მოიძიეთო, რომელიც დაკეტილ საკანში აღარ დახვდათო და ჩვენო ამ იოსეს მოუძებნითო, რომელიც გამოკეთეთ და აღარ დახვდაო. და საინტერესო რა არის, ეს კარები რო გადააგორო, ანგელოზმა არ წერია იქიდან იესო გამოვიდა. ხორცელი ბუნებით ხო უნდა გამოსულიყო და აქ უკვე ეჭვი რო იბადება, მე ეს ეჭვი საქართველოს უკვე იოსებ არიმათეელის სასწაულებრივ გაუჩინარება. ის ხო დახურულ კარებში გაქრა. ისიც. ხო, და იესოც ეგრე გაქრა. დახურულ კარებში. ეს გამოჩნდა მე ეს. იოსები გამოჩნდა, მაგრამ იესო აღარ გამოჩნდა. იმიტომ რომ ვინც ის გაარკვიეს რომ აიქ წერია რომ ვინც დაინახა თუ მხილველი იესო ამაღლებული. იესო ისინი დატოვა. უგუნას ეს ადამიანები იყვნენ ყრით ამოდგრები. ანუ 3-4 კაცი იყო დაახლოებით იესო რომ ჯოჯოხეთიდან წამოიყვანა. აღადგინა და მოწმე დატოვა. მისი ამაღლებისას რა. და მე უკვე იესო რომ ამაღდა, მათთან ერთად ისინიც უკვე ამაღდნენ. უბრალოდ ინფორმაცია დატოვა. ის 3 დღე იესო რო იყო ჯოჯოხეთში, იქიდან წამოიყვანა 3 კაცი გააცოცხლა, აი მათ ესახარებაში უწერია. როცა ჯვარზე მოკვდავს, გაცოცხლდნენ გვამები გამოვიდნენ მიცვალებული. გვამები კი არ გამოვიდნენ. 3 კაცია კონკრეტულად, რომელიც აქ ნიკოდიმოს სახარებაში მოხსენებული. რომ იქ იყო ინფორმაცია, რა გააკეთა იესო ჯოჯოხეთში და მე ისინი ყვებიან. და ეს უკვე მე შემდეგი თემა არის, აქ წერია ჯოჯოხეთში რა მოხდა, ისინი ყვებიან. ეს 3 კვირით დაუნგარი ადამიანი. ხო, გავაგზავნოთ. მიუგეს მოიცა ის დავდო ერთი წუთი. ეს ცუდად ამომიბეჭდეს რა. რაღაცნაირად ვერ ამომიბეჭდეს კარგად. 14-ია ხო არის ეს? 12, ეს არის 13. აჰა. მიუგეს იუდეველებმა, გაუჩინარდა იოსები. ამბობდნენ ცოლები, კვეთით აღდგა იესო, ხოლო გავიგონეთ ანგელოზისგან, რომ იგი გალილეას გაემართა. გადაულაპარაკეს მღვდელმთავრებმა ერთი მეორეს, თუ ვინმე შეიტყობს ამას, მაშინ იესოს მიემხრობიან. ითათბირეს და დიდძალი თანხა უბოძეს მცველებს. წადით და თქვით, რომ ღამით მოწაფეები მოვიდნენ და მოიტაცეს გვამი. ხოლო თუ ამ გარიგების ამბავი პილატეს ყურამდე მივა, დაგეფარავთ თქვენ. აიღეს ფული და ასე მოიქცნენ, როგორც დაუბარეს. ერთი ვინმე მღვდელი ფინეზი, ჯურის მასწავლებელი და მოძღვარი ადასი და ლევიანი აგეუსი გალილეიდან იერუსალიმს მოვიდნენ და სინაგოგის მთავრებს, მღვდლებსა და ლევიანებს ასეთი რამ უთხრეს. თაზე ვიხილეთ იესო, აი ხა საიდან გაიგეს რა მოხდა გალილეის თაზე. ებრაელების იყოფილან თურმე.
წარმომადგენლები რა, კი. ესენი ხო ყველგან იყვნენ რა სინაგოგები, ყველა რომშიც გქონდათ სინაგოგები ებრაელებს. მთელ სოფლიოში მოდებულები იყვნენ ეს ებრაელები. ახლა ესენი ყვებიან. თან ლევიანი მღვდლები არიან, სინაგოგის მთავრები. თაზე ვიხილეთ იესო და მისი მოწაფეები. იესო ამბობდა: "წადით ყოველ სოფელში და ყოველ სულთგუნს უქადაგეთ, რომ ვინც მოინათლება ჩემი რწმენით, ხედავ, მამაძე და სული წმინდის სახელით კი არაო, ჩემი რწმენითო, მოინათლება რწმენითო." ესე იგი რწმენით ნათლობას არსებობს. და იქ როგორ წერია? მამაძე და სული წმინდა. 4 თავში. 4 თავში ეგრე წერია. იონეს სახარებაში არ წერია. მაგრამ აქ წერია სულ სხვა რაღაც. ანუ ეს უფრო ადრინდელი არის, თვითმხილველის დაწერილია, ვიდრე მე უკვე იონემ რა დაწერა 95 წელს კაცშვილი მარავინ არის. თუ ესეც არ გადაწერა აქედან, ეგეც საკითხავ. და ვინც მოინათლება ჩემი რწმენით, საუკუნო სიცოცხლეს აპოვებს და ვინც უამყობს, წარწმდება. აი ნიშანი ჩემ მორწმუნეთა, მე უკვე ნიშნებზე საუბრობს და ეს ნიშნები უკვე მარკოზის მე-16 თავში ჩაამატეს. იგივე რაც აქ წერია. რო ვეკითხები მარკოზის მე-16 თავის მერვე მუხლიდან რო გრძელდება ის 20 მუხლი. რა ვინ ჩაამატა, ანუ საიდანაა ეს ინფორმაცია, ვერავინ პასუხობს. აგერ ნიკოდიმოსის სახარებიდან. აქედან არის. აგერ აქ ამბობს კი, ნახე. აი ნიშანი ჩემ მორწმუნეთა. უწმინდურ სულებს განაძევებენ ჩემის სახელით, უცხო ენებზე ისაუბრებენ. გვერდს არ დაემალებიან და შამის შემსმოთ ციკვილი არ მეიკარებათ. ხელს შეახებენ ავადმყოფებს და გამხდელებულს გაუშვებენ. ხოლო როდესაც იესო ამას ამბობდა, ცად მაღლდებოდა. ანუ ეს ამაღლების პროცესიც მოუყვეს. ამ ლევიანებმა ეხლა ვიღაცა მოციქულებმა კი არა, ვიც შეესწრო ამ პროცესი იტალიაში, სინაგოგის მთავრები, ხო. თორე ხა მოციქულები რომ მისულიყვნენ, მოციქულები დევნაში იყვნენ და ვერ მივიდოდნენ მღვდლებთან. უეჭველი თავის წარმომადგენლები უნდა მისულიყვნენ და მოეყურათ ეს ამბავი, რაც მოხდა. იმიტომ რომ სხვისას არ დაუჯერებდნენ. არც ცვერებს არ დაუჯერებდნენ და თავისიანმა მოუყვარეს. ეტყოდნენ უხუცესები მღვდლები და ლევიანი. თაყვანი მიაგე ისრაელის ღმერთსა და მის წინაშე თქვი სიმართლე. მართლა იხილე და ისმინეს ყველაფერი, რაც ახლა გითხარი, კიდე არ იჯერებენ ხა რა და გითხარი. მიუგებდნენ იგინი ფიცავ ა ブラ ამისა, ისააკისა და იაკობის ღმერთს, რომ ვისმინეთ ესე და ვიხილეთ, სად ამაღლდა იგი. დაეკითხნენ უხუცესები მღვდლები და ლევიანები. აქ რატომ მოხვედით, რომ ჩვენ და გაგემხილათ ეს ამბავი თუ უფლის დიდება რომ გეთქვათ? მიუგეს რომ დიდება გვეთქვა უფლისა მიმართო. ანუ ნახე, იმიტომ მოხვედით თუ ჩვენთან რო ხა ჩვენც ვეთაყვანოთ იესოს თუ ჩვენი უფალი ვადიდოთ. ვისთვის მოხვედით ეს ამბავი რატო? დაჟე იმაზეც კი ელდაეცათ, რომ ესეთ რაღაცა მოხდა და აქეთ კიდე ამათ დანაშაულები. ვისთვის მოხვედით თუ აქ კაცო? იესო ვადიდოთ თუ ჩვენი ღმერთი? არა, რა თქმა უნდა ჩვენი ღმერთი უნდა ვადიდოთ. ეს თქვენს უხუცესებმა, მღვდელმთავრებმა და ლევიანებმა. თუ უფლის სადიდებლად მოხვედით ამდენი ხალხების წინაშე, რას ტლიკინებთ თქვენგან შეთხზულ ზღაპარს? კიდე ეს იმას შევარწყობას აყენებთ რა. მიუგეს მათ, თუ ჩვენი ნათქვამით სულ აღმოჩნდება, თქვენს ხელთავართ. ანუ რაც გინდა ის გვიყავთ რა. მოიტანეს ჯულის კანონი, დაჟე ბიბლიის გარდა ჯულის კანონები ქონდათ იქ. ხო. ებრაელებს. და მასზე დაიფიცეს, რომ არვის ეტყოდნენ იმას, რაც იხილეს და ისმინეს. უხუცესებმა დააპურეს და დაარწყულეს. და ქალაქიდან შორს წაიყვანეს, ფული მისცეს და გალილეის გასასვლელამდე 3 კაცი გააყოლეს, რომ მოიშორეს ეს თვითმხილველები, ეს ებრაელები. შეიყარნენ მღვდელმთავარი უხუცესი და ლევიანი სინაგოგაში, დაგმანეს ჭიშკარი და თქვეს, რას უნდა გვაუწყდეს ეს ნიშნები? ეხლა უკვე დაბნეულობაში არის. თავისიანე მოუთხრეს ამაღლდაო, მოუყვეს ესეთ რაღაცა თქვა იესომ წმენით მოინათლებიანო, და უკვე დაიზაფრნენ რა, როგორ რანაირად რა ხდებაო. იტყოდნენ ამლასი და კაიაფა. რად წუხთ, რად ტირით, არ უწყიდგანა რომ დიდძალი ოქრო ჩაუთვალეს მოწაფეებმა საფრავის ცველებს, რომ მერე ეთქვათ, აჰა, ანგელოზი ჩამოვიდა მიწად, ქვა გადააგორო და გააღო საცხედრეო, ხო უკვე ფულით იმას ქნება, მოისყიდეს, რომ ეგენი ელაპარაკა, ხო? ფულით მოისყიდეს, ხო? რა და ეხლა ნახე, რანაირად ამომიბეჭდა ეს სვაქაიქა. და ეხლა სხვა მღვდლები ეუბნებიან ამ და უხუცესნი, ამათ. ჭობა არა სინაგოგაში დახურულ კარებში ერთი ისმიდის. ერთი ამბავი და ამას რომ ნიკოდემოსიც აქ არის, ვინც ამ ყველაფერს იწევს. ეს ნიკოდემოსი წერს მე. კი. თუ მისი ცხედარი მოიტაცესო, როგორ შევიდა სული გვამში და როგორ დაიარება გალილეაში. თუ მოიპარესო. მაშინ არც ამაღლებული ნახა და არც გალილეაში არ უნდა ნახოთ, ხო? ამ თვითმხილველებთან იმათ მოციქულებმა კი არ ნახეს, კაცო. ამათ წარმომადგენლებმა ნახეს. უშუალოდ. ხო. ესე იგი ვერ დააბრალებდნენ რომ მოიპარეს მოციქულებმა და თუ მოიპარეს, მაშინ ვინ დაავალა, ხო ის, ვინ ნახა? ვერც ნახავდნენ ამაღლებულს. მოწმეებს, ხო? და ამიტომ ეუბნება ესო, თუ ცხედარი მოიპარესო და ფული მისესო ცელებსო რომ ეთქვათ რომ მისმა ანგელოზი ჩამოვიდა და მისმა მოციქულებმა მოიპარესო, მაშინო გამოდისო რომ თვითმხილველები ტყუიან რა. არა და დააფიცეს რომ არა ვარ ტყუი ვართო და გააპარესო ჩუმად იყავით ბოიშორეს დავიდეს. არ ქონდათ ამაზე პასუხიო, გამიგე?
თუ ესე მოხდაო, მაშინ იმას როგორ ვიტყვითო, კაცო? აი იოსები რო გაუჩინარდა მაგალითად. ხო, იმაზე რა. იმაზე რა გაუნებო, ერთ იოსები ვერ იპოვეს, ერთ იესო ვერ იპოვეს. და იესო ვინც იპოვა, იმასაც არ დაუჯერეს. რა იესო ის იესო. სული როგორ შევიდა გვამშიო, კაცო, როგორ დაიარება გალილეაში. პასუხი ვარ ქონდათ ამაზეო, დიდხანი ფიქრეს და ბოლოს თქვეს, არა გვაქვს უფლება ვიწამოთ თქვენ ნათქვამი წინა დაუცვეთელისაო. არ დაიჯეროთ ცვეთაგან ნათქვამი, თითქოს და ცათაგან დაეშვა ანგელოზი, რადგან მოწაფეებმა განძარცვეს საფლავი. ხედავ? ბოლოს მაინც შეთქმულება მოვაწყოს ესე, დაიფიცეს რომ რაც უნდა სიმართლე იყოსო, მაინც არ დაიჯეროთ ამათიო და ვიცოდეთ რომ არაფერი არ მოხდა. არ თქვათ არა. და დაიშალა სასტავ. ხო. ეხლა ნახე აქ რა მაგარი რაღაცა არის. სინადრიონის წინაშე წამოდგა ნიკოდემოსი და თქვა, ანუ ეს ყველაფერი რომ დაიფიცეს რომ არაფერი არ თქვა, თუ უკვე ნიკოდემოსი გამოჩნდა და ამბობს. ხო. უფრის მოციქულო, არ უწყიდგანა გალილეიდან მოსულნი არიან ღვთისმოშიშნი, მშვიდობის მოქმედი და სიცრუის მოძულენიო? თავისიანებს ამართებს ხო. შემოგფიცეს მათ და თქვეს, თაზეთ ვიხილეთ იესო, გარშემოწმული თავისი მოწაფეები. ასწავლიდა მათ და როცა გაასრულა საუბარი, ცად ამაღლდა იგი. მაგრამ არავინ კითხეთ როგორ ამაღლდა? წმინდა წერილი გვამცნობს რომ ცად ამაღლდა ელია და ამოიყვირა ელისემ. ხოლო ელიამ ხალემი უბოძა, რომელიც ელისემ იორდანეს გადო და გავიდა იერიქოს. ანუ ეხლა რა შეუნება ეს ნიკოდემოსი ეჭვებს აგდებს რა? თქვენ თუ ეჭვგეპარებოდო იესოს ზეცაში ამაღლდაო? ხო. მაშინ ჩვენ ბიბლიაში გვიწერიაო, ხო, რომ ელიაც ამაღლდაო, ენოქიც ამაღლდაო. და რატო გეკვირთო ეხლა? რატო ამბობთ რომ ეს მოჩვენება ასყაპრებია და არ დავიჯეროთ? ხო. დაეკითხეთ ძენი წინასწარმეტყველისა, ელისე სად არს ელია, მოძღვარი შენი და მიუგებდა იგი, რომ ცად ამაღლდა. ხედავ, დაჟე ეკითხებოდნენ ებრაელებიო ელიასო. ელისესო, სად არისო შენი მოძღვარი ელისეო, შენი მამაო? ცად ამაღლდაო? ესე იგი ყველა მის იუდეოში იცოდნენ ისტორიაში რომ ელია ამაღლდა. ელისესგან იცოდნენ. ელისეს ეტყოდნენ, ნუ თუ სული მოელვინა აიტაცა და მთაზე შემოსვა, წარვიდეთ ჩვენ ვაჟებთან ერთად, იქნება მთებზეც ვიპოვოთ იგი. ელისე მათთან მიჰყვა და 3 დღის მანძილზე აიარეს მთები და დაიარეს, მაგრამ ვერ აღპოვეს ელია. ძველ ამბავს უყვება ეხლა ნიკოდემოსი, რადგან იგი არა მთად ამაღლდა, არამედ ცად. ყური დამეგდეთ უფრის მოშიშნო, წარგზავნეთ ხალხები, რომ ისრაელის ყოველ მთაზე ეძიონ იესო სულისაგან აყვანილი. დაუჯერეს და წარგზავნეს ხალხები მთებში, მაგრამ იესო ვერსად ვერ პოვეს. სამაგიეროდ იოსებს გადაასწნენ, მაგრამ ვერავინ შებედა ხელი ეხლო მისთვის. აუწყეს ეს ამბავი მღვდელმთავრეს, მოვიარეთ ყოველი მთა, ქედი და მთაგრეხილი, მაგრამ ვერსად პოვეთ იესო. სამაგიეროდ არიმათის ერთ-ერთ მთაზე იოსებს გადავაწყვიტო. დიდად გაიხარეს ახალი ამბით და ისრაელის ღმერთს მადლიერების ლოცვა აღუვრინდეს. კარგა ხას ჭობდნენ, როგორ შეხვედროდნენ მას. ბოლოს აიღეს მელანი და კალმისტარი და წიგნი მისწერეს. მშვიდობა შენ და უწყით შესწოდე უფლის მიმართ, ამიტომაც ჩვენი უფლის ისრაელის ღმერთის მიმართ ვილოცეთ, რომ დაბრუნებოდი მამაშენს შენს ძეებსა და ასულებს. დაუმწუხდით ყველანი, როდესაც გავაღეთ კარი და ვერსად გიპოვეთ. ანუ იოსებ არიმათიას წერენ ხა ეს მკვლელები. ეპათხალიმებიან. არ ვიცოდით თავს რა გადახდა, იქნებაავს გადაეყარო. შიშობდით უფალმა დაგიფარა და არაფერი გნებია. იოსებ ჩვენო საყვარელო ძმაო. ეხა ეს რატო ეპათხალიმებიან, იცი რომ ეს უკვე მოწმია. ის, ხო. და ეს ეხა ეჭობენ რომ რა დაემართა იოსებს რომ გაქრა. უეჭოლი იესოს ჩარევა არის, გამიგე იოსემ გამოიყვანა იქიდან. იესო. ხო, გარკვევა უნდა და თან ეშინიათ ახლა რაღაცა რო ავრონ, ფაქტი არც უნდა გააქვნო, ხო? მე უფრო ხალხში კებს შექმნიანი. იოსებ არიმათიელის კებს შექმნა. რატომ მოკალი? ესე იგი რა იესე მართალი იყო. მეგობრე მოიხმეს იოსების 7 მეგობარი და უთხრეს: თუ მიიღო წერილი და წაიკითხავ, წამოვა თქვენთან ერთად, მაგრამ თუ წაიკითხა და არ გამოყვეთ, თავი დაუკარით და გამობრუნდით. დალოცეს ისინი და გადაუყენეს გზას. ანუ 7 მეგობარი იოსებ არიმათიელის სინადრიონის წევრები გაუგზავნეს კანადა იაფამ და მღვდელმთავრებმა და ეს წერილი როდესაც დაუწერეს გადასცეს. ნუ ისა მოდიო რა, გავიხარეთო შენ გიპოვეთ. მიახნეს 7 იოსებს და უთხრეს: მშვიდობა შენ და იქ გამარჯვების მაგერად მშვიდობას ამბობენ, ხო, გამარჯვება არ ქონდა. მშვიდობას ეუბნებოდნენ. მიუგო იოსებმა, მშვიდობა თქვენდა და მშვიდობა ისრაელის ყოველ ხალხთა შორისო. ნახე ისრაელის ყოველ ხალხთა შორისო. მარტო პალესტინაში კი არ ცხოვრობდნენ. ისრაელის ყველა ხალხს შორის, ანუ დაფანტულები იყო ნაკაიკ. უბოძეს წიგნი მიიღო იოსებმა, წაიკითხა იგი ისრაელის ღმერთია კი. მიიღო იოსებმა, წაიკითხა იგი ამბორსყო და ლოცვა აღავლინა მაღალ ღვთის მიმართ. კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმან ისრაელი უცოდო სისხლის დაღვრისაგან იხსნა. კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმან ანგელოზი გამოგზავნა, რათა მის მთათა ქვეშ დამედო ბინა. მეორე დღეს წამოდნენ აისისა ილოცეს, ანუ
მზე რომ ამოდიოდა ლოცვები ჰქონდათ მან ებრაელებს. ყოველ მზის სამოსვლაზე როგორც სამონებს წერია. გადიდებ ყოველ შენ გარეშრაზე. მომისმინე მონასტერში რო ტარდება ეგეც მაქედანია. ეგ მაქედანია აღება. დავითის ცისკრის. კი, გამთენისაც დგებიან და ლოცულობენ. 5 საათისკენ. ხო, ეგ ებრაული წესი არის. 3 საათი. ო, აი ისის ლოცვას ეწოდებენ ებრაელები. იოსებმა სახედარი შეკაზმა და გაუდგნენ გზას წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ. ახლა იქ გალილეაში თუ აი მათის თავზე სადღაც ხო იპოვეს იოსები. ხო. და ამათმა ხო გააგზავნეს ესენი მივიდნენ და იქიდან წამოიყვანეს. გზად ხო, კი, წამოყვა. გზად შემხტური ხალხი ლოცავდა იოსებს, შვიდობა შენს დაბრუნებასო, მიუგებდა იოსები, შვიდობა თქვენდა. ეხელოდა ხალხს, კოცნიდნენ მისინის და ერთად ლოცულობდნენ მისი ხილვით გახარებულნი. პატივით მიიღო ნიკოდემოსმა თავის ჭერქვეშ და დიდი ნადიმი გაუმართა. მოიხმო ანასი და კაიაფა უხუცესებიდან მღვდლები, მღვდელმთავრები და ლევიანები. ანუ ნიკოდემოსმა მიიღო და გაუმართა, იმიტომ ეგენ ერთად მოძრაობდნენ იესოს ჩამოხსნაზე, ჯვარცმის ჩამოხსნა დასაფლავებაზე. ნიკოდემოსი და არიმათია. ხო, მაგათმა ჩამოხსნეს იესო და დაფლეს იქა აკადამიაში. ახლა დაპატიჟა ეს ერთად ჭამეს და სვეს, ანუ ნიკოდემოსთან არის ხა იოსები. და ეს ამა ნიკოდემოსმა დაიანა ანა და კაიაფა დაიაფა თავის სახში. ერთად ჭამე და სვეს ჰიმნები იგალობეს და ანუ ჰიმნები ეს ფსამუნები. და ბოლოს ყველანი თავის სახლებში გაემართნენ. იოსები დარჩა ნიკოდემოსთან. მეორე ალიონს უხუცესნი მღვდელმთავრები, მღვდელმთავარნი და მღვდელნი და ლევიანი ესტუმრნენ ნიკოდემოს. პატივით მიიღო მან ისინი მშვიდობა თქვენდა. მიუგეს მათ მშვიდობა შენა და მშვიდობა იოსების და მშვიდობა ამას სახსა შინა ყოფ ყოველ სულიერის და მშვიდობა იოსების სახსა შინა ყოფთა მიმართ. ეს მღვდელები ეონებიან ახლა ის ანა და კაიაფა. მოიხმეს იოსები, რომელიც ანასა და კაიაფას შორის დაბრძანდა, ხოლო დუმილი იწვა ყოველთა შორის და ენის დაძვრა ვერვის გაებედა. ხო, კაცი გაქრა და უცბად აგერ აქ არის. ბოლოს იკითხა იოსებმა, რად მომიხმეთო? ეხა მაგარი საუბარია ძალიან. იოსებთან საუბარი მიადეს ნიკოდემოს. ეხა ის უჯიკეს რა. ჩვენ ვერ ვედავ თუ კაცი ცოცხალია ბიჭო გაქრა ეხლა. როგორ ვიღაცა გამოკეტა და აღარ დახოდეს. ეხლა მამაო იცი, აი აქ მიმართავს ნიკოდემოსი იოსებ არიმეთეას მამაოთი. მამაო იცი ალბათ რომ შენი ამბის გაგება გვწადიაო და მაგიტომ მოგიხმეთო რა. მიუგო იოსებმა გიამბობთო რაც მოხდაო. ხოლო ანასმა და კაიაფამ ანუ ანას ეს ანა და კაიაფა რა იესო რო აწვეს ჯვარს. აღიგეს წიგნი ჯურის კანონისა და იოსები დააფიცეს მასით. ანუ კიდე ბიბლიის გარდა რაღაცა ჯურის კანონი ქონდათ იქ თავისკენ სადაც თუ დაიფიცადე გადახვიდე სიკვდილი გელოდა. ხო. მოიგონე ისრაელის ღმერთი და მისი ამხსარებელი იყაო, რადგან ვინც უფლის წინაშე დადებს ფიცს სიმართლესაც არა დამალოს მისდაო. ესენი ეონებიან ახლა მღვდელმთავრები. ანუ დააფიცეს რომ სიმართლე ელაპარაკა, ხო? კი, მიუგო იოსებმა, არაფერს დავფარავ, ყველაფერს გიამბობთ, რაც მოხდაო. და თქვენს მათ განვირსყით, რადგან იესოს გვამის შემოსე და სამარხს წაიღე. გამოგკეტეთ ისეთ სახლში, სადაც არც სარკმელი იყო და თან კარს დავადეთ საკეტურები. დაცვა განვამწესეთ გარეთ, ხოლო შაბათის მერე განვახეთეთ, არ დახვდი იქ. შევძწუნდით დიდად და უფლის მოშიშ შორის გუშილდლამდის შიშიქტო და გულში. გვიანბე რა გადახდა თავს ამ 3 დღის განმავლობაში. ეს ვინ კითხა? ანა და კაიაფა. ანუ იესო რო ჯვრიდან ჩამოხსნა პარასკევის საღამოთი. ხო, დაიჭირეს ეს და შაბათი რო გათენდა, იქ აღარ დახვდათ. შაბათ დღეს აღარ არის, იმიტომ რომ პარასკევის შემდეგ შაბათი თენდებოდა. შაბათს მივიდა და კაცი აღარ არის. და ამ დღის განმავლობაშიო სანამ იესო ამაღლდებოდა და აღდგებოდა სად იყავიო რა. ხო. და იოსები არის უკვე თვითმოწმე ხა რა მოხდა და მაგარ რაღაცას ყვება. მიუგო იოსებმა სასწაულებრივი გათავისუფლება, ხო ქვია ესე ამას. დაპატიმრება და გათავისუფლება. მე არ მინახია რა ვიცი. მიუგო იოსებმა წუხრის 10 საათს გამომკეტეთ იქ და მთელი შაბათი დავყავი მარტო. ხედავ როდის ჩამოუხსნია? ეს ვინ ყო? იოსებ არიმათიელი ყვება. კი. ანუ გამოდის რომ 9 საათამდე ხომ ზედაბნელდა. ხო. და მაცხოვრებმა განმარტება სული და 10 საათზე უკვე ჩამოხსნილი ქონდა იოსებ არიმათიელი. კი. ანუ 10 საათამდე ისი ახლოს იყო ჯვარცმასთან ის აყდამა. რომ 1 საათში უკვე მოვასწრო. მალევე ჩამოხსნა და მიყანა. დაახლოებით 9 საათში მაინც მოვასწრებდნენ. თან ნიკოდემოსი ეხმარებოდა. და ეს ყველაფერი რო გაიგეს, ეგრევე მოხდა იოსებ არიმათიელის დაპატიმრება. ხო, ეგრევე დაიჭირა. ანუ 1 საათი ჩამოხსნა იმიტომ? კი. რო დაასაფლავა. რო ჩამოხსნა და დაასაფლავა და მივიდა, ამ ყველაფერი 1 საათში მოხდა იოსების, აი 10 საათზე გამომკეტეთო წერია რა კაცი ამბობს. პარასკევს საღამოთ წუხს 10 საათზე გამომკეტეთო და ვიცით რომ ქრისტე 9-ზე მოკვდა. 9 საათზე. და მთელი შაბათი დავყავი მარტო, მთელი შაბათი, ესე იგი ნიშნავს რომ 4-ის მერე ებრაელებში არის რომ შაბათი დღე დგებოდა.
ხო. ანუ პარასკევს ღამე. პარასკევი ღამე უკვე ითვლებოდა შაბათ დღედ. პარასკევს 20 საათის მერე უკვე შაბათი დღე ითვლებოდა. ეხაც ეგრეა. ხო. ასე რომ შიდან შემოდის შაბათი. ხო, შაბათი დღე და შაბათი არა, დღე არ წერია, შაბათი დაუყავიო მარტო. გამოდის რომ უკვე შაბათი დღე რო გათენდა, ის ხო შაბათი ითვლებოდა. კი. მთელი დღე, ანუ პარასკევი 4 საათიდან მეორე დღე შაბათის 4 საათამდე გამოდის შაბათი, მთელი შაბათი. ხო, ხო. და აქ არ წერია დღე თუ ღამე, იმიტომ რომ ის ღამე შედიოდა შაბათში. ხო. შაბათი დავყავი მარტომ. შუაღამისას ავდექი და ლოცვა წარმოვთქვი. სახლის ზეცად აღვიდა და ციალი ვიხილე. შიშით აღსებული მიწას დავენარწე. მოვიდა ვიღაც ხელი წამოვლო, წამომაყენა და სხვაგან წამეყვანა. ნესტის სუნი ვიგრძენი. თხემით ტერფამდე სიცივემ დამიერდა ნესაცხებლის სურნელი შევიგრძენი. კათიშ. სახე გამიმშრალა მიამბორა და ესე მითხრა: ნურაფრის გეშნის იოსებ, თვალი გაახილა და იხილე, იგი ვინ შენდა უბნობს. ვინ რეგავს? იცნო? გავახილე თვალები და იესო ვიხილე. ხედავ, ანუ იოსებ არიმათიელმა იცნო იესო ვიხილეო. ხო. შევკრთე დიდად და ვიფიქრე, ავისული ხوارადიო? ავისული იქნებოდა და მის განსადევნად ლოცვათა კითხვა დავიწყე. ხოლო ამყვა და ჩემთან ერთად ლოცულობდა იგი. მერე დავაკითხე, ელია ხარ? მომიგებდა, არა ვარ ელია. კითხე მაშინ ვინა ხარ? მითხარ. თქვა მან იესო ვარ, რომლის ცხედარი პილატესგან გამოითხოვა და ნესაცხებლით გამბანე და ტილოთი შემოსე, ხოლო სამარხავს მიიყვანე მერე და ვეებალოდი დაგმანე შესასვლელი მისი. მე უთხარ, მიჩვენე ალაგი, სადაც მე დაგასვენე. და წამიყვანა მან, მიჩვენა სად მისის სამარხი იყო, ხოლო ტილო და სხვა შესამოსელი იქვე ეყარა. ტილო და სხვა შესამოსელი, ანუ მარტო ტილო კი არ იყო, სხვა შესამოსლებითა შეგრაგნილი იყო სხეული. რითი აღდგა? ანუ ის რო აღდგა ტილოები იქ ეყარა რა, სხვა ფორმა და სხვა სამოსი ჩაასვეს ანგელოზებმა. ანგელოზი ხო მივიდა. ხო, ანუ იქიდო. ის ტილოები რაც ისეთ შეგრაგნეს იქ იქიდო, ხო? ანუ მარტო ერთი ტილოთი არ იყო. სახვევები ცალკე იყო და ტილო ცალკე რომელიც სახეზე ეფარაო. ანუ იმ ტილოს სახეზე რომელიც ედო ქვია სუდარა. უბრალოდ აფარებდნენ და ბინტებით რო ხვიდნენ ის სახვევები კიდე ცალკე ეყარა აქ. ესე წერია იოანეს სახარებაში. ხო, მაგრამ ეგ სუდარა იხა რომელიც ტურნის სუდარა არის, იესოსი არ არის. იმიტომ რომ ეგ არის თავინებოლოვდე შეხვეული ტილოში. თავინებოლოვდე. მაგრამ აქ წერია სახვევები ცალკე იყო და ტილო სახეზე ედო. ის ცალკე იყო. ანუ ებრაული ტრადიციით დამარხვა ის რო გამოდის ლაზარე. ლაზარე სულ შეხვეული იყო, შეხსენითო ბინტები და გავიდეს. და ეს ბინტები სად არის მაშინ თუ ტურნის სუდარაზე იყო იესო, ხო? მაშინ ის ბინტებიც უნდა გვანახონ. ესე იგი სხვა წესით იყო დაკრძალული. ეს დადიანების სახლ-მუზეუმში რო არის ეს მაცხოვრის ეს დასაწყისი. ანუ ეხლა ნახე რა ჩდება, რა კითხვა ჩდება უყურე. ჭეშმარიტად იესო ქრისტე იყო იგიო. თუ დაინახა რომ იესო ელაპარაკებოდა, იცნო იესო და ვიღაც ავისული ეგონა, რაღაც ეკითხებოდა თუ დაინახა რომ იესო რო ელია ხარო? და ამაზე ეხლა პასუხი რა არის, იცი მე როგორც მე გავეცი რომ ერთი ასეთი გამიგცა თავიდან ახლა. ანუ თვალები გავახილე და იესო ვიხილე, ხო უყვება იესო არიმათია. და რაღაცა უთხრა იესოს რომ ელია ხარო? თუ იესო დაინახა. რო ის იესო იყო. და ერთი პასუხი ეგ არის რომ ეხლა მე ვსვა ამ კითხვაზე პასუხს რომ იმიტომ უთხრა ელია ხარო რომ ეგონა ავისული ხო არ არის. ხო არ მეჩვენებოდა. ხო არ მეჩვენებოდა. იესოს სახით სხვა ვიღაც ხო არ არის. ანუ ამით მაინც შეიძლება რაღაც გავაправოთ. და უკვე მე რო აჩვენა იესო მის სამარხი, სადაც დამასაფლავეო, ხო? მე უკვე დარწმუნდა რომ ეს იესო იყო. ანუ ყველანაირად გადაამოწმა. ხო ესენი ხო იცი ეჭვიანები არიან ებრაელები, ფარისევლები. ამიტაცა ისევ და ჩემი სახლის შუაგულს დამსვა, დაიგმარნა კარნი. მეამბორა მერე და დამიბარა. 40 დღის მანძილზე გაჩერდი აქ, ჩემს ძმებთან მივდივარ, მე გალილეაში. 40 დღის მანძილზე ვაზე ხარ. ლუკას სახარების მიხედვით იესო იმ დღეს ამაღლდა, როცა აღდგა. ერთი წუთი ხო ეს ახსენე ეს კარგად. ხო. როგორ წერია? ანუ ლუკას სახარების მიხედვით 40 რო იჩვენა იმ იმ დღესვე აღდგა 24 თავში წერია, ბოლო მუხლები. თევზი ჭამა მათანო, რადგან მოჩვენება არ გონებოდათ და იმ დღესვე გაიყვანა საღამოთი ზეთის ხლისთაზე და მათვაწინ ამაღლდა. ეს მოხდა პალესტინაში, იერუსალიმში. ხო. ხოლო იოანეს სახარების მიხედვით და სხვა სახარების მიხედვით, ხო? მე-40 დღეს ამაღლდა. და მე-8 დღეს 40 დღე დადიოდა, მე-8 დღეს თომას ეჩვენა, ხო? ხო, აი თომას როდის ეჩვენა? მე-8 დღეს ეჩვენა აღდგომიდან. თომას მე-8 დღეს ეჩვენა და თუ იმ დღეს ამაღლდა, რა მე იქნა ჩამოვიდა და მე ეჩვენა თომას? ხო, იასო. გამორიცხულია, ხო? გამოდის რომ ეს ამართლებს არიმათიელის, ანუ ნიკოდიმოსის სახარებას, რომ 40 დღე იყო.
იქ მათთან. მათთან ტრიალება ეცხადებოდა. 40 დღის მერე უკვე გალილეაში დაელოდა თუ გალილეიდან ამაღლა. ანუ ისა რა ქვია, მათეს ახარება და ნიკოდიმოს ახარება ემთხვევა იესოს ამაღლებასთან, რომ 40 დღის მერე ამაღლა გალილეის მთიდან, გალილეის ხალიდან უბრალოდ. ხო, აი ეონება აქ იოსება არემეთიას იესო, 40 დღის მანძილზე გაჩერდია აქო. აქ ჩემს ძმებთანო, მივდივარ მე გალილეაში. ხო. 40 დღის მერე მართლა ამაღლა გალილეის ხარიდან. ის მთას რომელი ქვია, იმას არ ვიცით რა ქვია. და ეს რომ ისმინეს, რომ იოსების ეს მონაყოლი ამ დაკეტილ კარებში ფარისევლებმა და ნიკოდემოსმა, ხო? თავზარი დაეცათო, მიწას დაემხრენო და მწუხრის 9 საათამდე ლოცულობდნენ. და ერთი წუთი ის ანამ და კაიაფამ რა თქოს? ეხა აგერ რომ მოისმინეს, ეგ გააკეთეს. ეს რომ მოისმინეს იოსებ არიმათიელის. კი, იმიტომ რომ ეს უკვე ფაქტია. ხო, იას. მოწმე ლაპარაკობს, უკვე იესო თვითონ იყო ნახა პირისპირ. თან კაცი გაუჩინარდა და დახურულ კარებში თუ შედიოდა რა საფლავიდან გამოსვლა გაუჭირდებოდა მაცხოვარს, როცა აგერ იოსებ არიმათიელი დაკეტილ კარებიდან გამოიყვანა. ციხიდან და გაგიჯერნა ეს რომ მოისმინოს კანადა კაიაფამ თავზარი დაეცათ მიწას დაეხმნა მწუხრის 9 საათამდე ლოცულობდნენ ეს რა ჩაიდინეს ანუ ეს მიუტევებელი ცოდვაა ხო აბა ეხა როგორ ღმერთშვილი მოუკლეს თან როგორ იცი არ ვიცნობდით რომ ეს მერე არის აღწერა პილატესთან უარ პილატე დაიბარებს და გამოიგროს რატომ მოკალით იესო ვიცოდით რომ ღმერთიშვილი იყო რატომ მოუკალით რა და ესენი ეთქვენ არ ვიცნობდით და კიდე ბოლოში მერე ვისაუბრებთ ჯერ იოსებ არიმათიელის მოწმობაზე გავაგრძელოთ მე-16 თავი ეს არის ბოლო ამშვიდობდნენ ნიკოდემოსი და იოსები ეუბნებოდნენ ადეკით ლუკმა შეჭამეთ თენდება უფლის შაბათიო ესე იგი ეხლა ეს ანა და კაიაფა ხო საგონებელს ჩავარდნენ ვაიმეს რა გავაკეთეთ ხო მე ხო წავიდოდნენ და წიგნებს გამოგეკავდნენ ყველაფერს რა როგორ რანაირად და პილატესთან რომ მიხვდებიან პილატესთან საუბრისას იქ გამოიკლოვე ადამიდან ქრისტემდე გენეალოგიას აქ წერია ოღონდ ბოლო მუხლებში წერია ნიკოდემოს ჯოჯოხეთის აღწერა როა გამოიკლოვენ ყველაფერს და მივლენ მარიამამდე. ანუ იოსები ვაფშე არ არის ნახსენები. იოსების გენეალოგია ტუფთა ყალბია საერთოდ. ანუ საიდან მოიტანა? არ ვიცი ვინ მოიტანა რა, დაჟე ის. ხალხია მაგრამ სახარებაში ეს გენეალოგიას რომ ხო, მათეს, იმიტომ რომ მამა გაბრიელი რომ მათეს სახარებაო, სადაც წერია ქმარი მარიამის და კრეხელობაო. მათეს სახარებას კრეხელობას უწოდეს მამა გა, ბევრი ხალხის დაწერილია რა. ადამიანების ხელი არის, აჩალიჩარი. ეხა ნახე ეს რა არის. ეს ნიკოდემოს და იოსები ამშვიდებენ ამ ანასა და კაიაფას რა დაწნარდიო ადეკი პური ჭამეთო თენდება უფლის შაბათიო წამოდგნენ ღვთის მიმართ ილოცეს ჭამეს და სვეს თავთავიანთ სახლებს წავით წამოვიდნენ შაბათს ერთუց კითხეს რად გვიპყრობს მრისხანება განამის შობლებს არ ვიცნობთ თქვა ლევი ვიცნობთ ღვთის მოშიშნიანიან არასოდეს დავიწყებიათ შესაწირავი ღვთისა და წელიწადში სამგზის გასცემენ როცა იესო იშვა მშობლებმა ტაძრად მოიყვანეს უფალს საკლავი მოგვარეს და შესაწირი რომ აიყვანა მოზღვარმა შიმეონმა ყრმა ესე თქვა ეხა ეს რო წავიდნენ კანადა კაიაფა და ვიღაც სხვა ლევიტელი ხო იქინი ბჭობენ რა რომ არ ვიცოდით იესოს უკაც ვაგებ შობლები იქ იყოლებო და ვინ იყო რა მოხდაო და აქ შემთხვევით ვიღაცა იმას გაახსენდა დეს რომ აგერო შიმონმაო ხო ყრმა აიყვანაო და ესეთი რაღაც სიტყვები თქვაო გაიგე და ეს ყვაბათ მარიცოდნენ კანადა კაიაფა ანუ ეგ წერია მან დიმა რო იყვანა ის კი შიმონმა რო აიყვანა შიმონ მიმქმელი ხო კი აქ ამბობენ ხა ის ლევიტას წამოსდა გაიგე და ამ კანადა კაიფა მე გარიცოდნენ იესოს ბავშვობის ისტორია რომ მისმა მშობლებმა იესო აიყვანეს ხო არ იცოდნენ რომ ეს მესია ყრმა იყო ხო ესენი ხო მე მოდიან ჰეროდე ანტიპას დროს ჰეროდე ანტიპატი და იყო ჰეროდე დიდის შვილიშვილი შთამომავალი და ჰეროდე იმ დროს უკვე მკვდარი იყო კაცო იესო რომ გაიზარდა 12 წელს გახსოვს ხო ჰეროდე მკვდარიაო და არქელაუს რო თქვა ადითო და არაფერი საფრთხე აღარ აქვს ამ ბავშვსა ანუ ანა და კაიფა ეს ისტორია არ იცოდა ვინც იცოდა ის იმას წამოსდა ეხა და ეონება ხო აი შიმონმა რა თქვა ამ ყრმაზე იესოზე რომელიც ჰეროდეს გადაურჩა რა უფალო მოიხილე მსახური შენი მშვიდობა მიაგე რამე თუ აჰა ხსნა ვიხილე მოვლენილი შენგან რომელი შენის ნებით მეოხებით აღსრულდება ყოველთა ენათა შორის წარმართა და უჯრედთა შორის აბრიალდება ნათელი შენი ცეცხლის და დიდება შენი გამტკიცება ისრაელის ხალხებს შორის აი თურმე სინამდვილეში რა უთქვე იოსებს როცა ხმა იყო და რა ის აც განუტევე მონას შენსამო აც განუტევე არა ისა კიდე შიშტაკოლა კიდე რა აც განუტევე მონას ვითომ 300 წელი იცოცხლობდაო და სულიწმისგან ის იყო დავალდებულები რომ აი არ მოკვდები მანამდე სანამ შენ თვალი დარეზო როგორ არ მოკვდებოდა კაცო ჯერ 300 წელი ყვავი ცოცხლოს მათო 360 წელი ტყუილია ეგ არ მოხდა რა ან კიდე რა უნდა შეპაროდა ეჭვი იოსებს იმაში რაც არ წერია ხო ქალწული წერია და რაღაც უნდა შეპაროდა ეჭვი იმ წმინდა წერილში რომ ქალწული შობს ზეს ებრაულში მართლა ქალწული წერია ხო ალმა ნიშნავს ქალწულს ბეთულის ქალწული წერია და ალმაც ქალწულს ნიშნავს
ებრაულ გაგებაში. ორივე ქოწონა. კი, ვინც თარგმნა იცის, ახლა წმინდა მამა რა ქვია, ნეტარი იერონიმეს ტრიდონერიც ამბობს, რომ ალმასო მე ჩემ პირადი გამოცდილებითო ებრაელებში, ებრაულ კარგად იცოდა. არსად არ ვკითხულობთო, როგორც გათხოვილ ქალს. ვკითხულობთ ისე, როგორც ქალიშვილ ქალს, რა ყრმა ქალს, რომელიც დამალული არის მშობლებისგან. და კაცი არ უნახია ჯერ. კაცი საერთოდ არ შეუხედოს. აი ესეთი იმით არის მოსაზრებული. რომ მარიამს კაციც კი არ უნახიო. და აბა ისინი საიდან იძახდნენ მეძავია? ვინა? აგი ხო წინაზე ხო თქვით, რომ აიყო ესეთი ფრთა, რომლებიც ამბობდნენ რომ მეძავიდან და ისინი რომ იოსები ცოლი იყო. იოსების ცოლი იყო და რანაირად იყო სიძვისგან შობილი. ორი ფრთა იყო რა. ხო, ნუ მოკლედ ესე თქვა შიმეონმა, გავიმეორო, რომ უფალო მოიხილე მსახური შენი, შვიდობა მიაგე და ეს მოისმინა ვიღაც ძველმა მღვდელმა. და უთხრა ანა და კაიფას, რომ ვით მახსოვს ამ ყრმას რა თქვა შიმეონმა. რამე თუ აჰა ხსნა ვიხილე მოვლენილი შენგან რომელიც შენის ნების მეუღებით აღსრულდება ყოველ ენათა შორის წარმართა და უჯულოთა შორის აბრიალდება ნათელი შენი ცეცხლსა და დიდება შენი გამტკიცდება ისრაელის ხალხებს შორის. ანუ მესიანური მოლოდინი ღვთისასუფევლისა ქონდა როგორც შიმეონს ისე იოსებ არიმათიას და ნიკოდიმოსაც. ფარისეველთა წრეში არსებობდნენ ადამიანები, ვინც გულით წამდა, რომ იესო მესიაა. და გულით ელოდებოდნენ ამას, ფარულად ოღონდ. და არ იყო მეორე ფრთა, რომელიც უარყოფდნენ. ბრალდება იყო ეს უბრალოდ, რომ ეს მეძავის განაშობია და რაღაც. სინამდვილეში შიმეონმა ხო აკურთხა ეს ყმა. მისმა მშობლებმა ხო მიიყვანეს ეს ყმა და დალოცა და ესეთი სიტყვები თქვა შიმეონმა, ხო? ანუ მეძავისგან როგორ იქნებოდა შობილი, ის იყო მესია. ნამდვილად ღვთისშვილი იყო. და ეხლა ეს არ იცოდნენ ანა და კაიფა. ეგეთ ეს რომ უთხრეს გაგიჟზე. ხო იმე ეს რა ხდება? დალოცა შიმეონმა ისინი და უთხრა მარიამს და თუ მეძავისგან იყვნენ და მეძავები იყვნენ და მეძავისგან გაუჩნდა ეს შვილი, შიმეონი კი არ დალოცავდა ამ ყმასა კაცო. ხო. ანუ ჩააგდებინა სადა და კაიფას ხმა რა. მივიღე ნიშნები შენს ყმაზეო. მიუგო მარიამმა კეთილი ნიშნები მოძღვარო. ეხა იქ საუბარს აღწერს რა. ანუ მარიამისა და შიმეონის საუბარს აღწერს ეს. დელი ვინც დაინახა ეს. ეტყოდა შიმეონი მარიამს. კეთილნი შემზადებულია დაცემისთვის, რომ მერმე აღდგეს და ისრაელში მრავალნი წამოაყენოს. მენიშნა მრავალნი აღდგებიან მის წინააღმდეგ, რამე თუ მახვილია იგი ალესილი, რომელი მრავალთა გულს დაკოდავს და მერმე მათი ფიქრიც გამომჟღავნდებაო. ნახე? იესოზე ამბობს, ყრმა იესოზე შიმეონი, მარიამს ეუბნება დედამისს. ხო. არა ისე გულში გაგივლისო და რაღაცაო, არა. ეგ როგორც სახარებაში წერია, რა ნამდვილი სიტყვები აქ წერია. მენიშნა მრავალნი აღდგებიან მის წინააღმდეგ, რამე თუ მახვილია იგი ალესილიო. იესო მახვილია, ანუ სიტყვა აღმერთის. რომელი მრავალთა გულს დაკოდავს, ანუ იესო დაკოდავსო, შენ გულში კი არ გაგივლისო 7 რაღაცაო მახვილი. 7-სიანი დედა ღვთისმშობელი რო არის. არამედ თვითონ იესოა მახვილი, რომელიც მრავალთა გულს დაკოდავსო. სიტყვით. და მერმე მათი ფიქრის გამომჟღავნდებაო. ანუ ეხა ხო გამომჟღავნდა ანა და კაიფას ფიქრები. ხო. იესოზე სინამდვილეში რატომ მოკლეს? უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, ანუ სხვა მიზეზით მოკლეს, შურით მოკლეს. და ყველაფერი გამომჟღავნდება. და ნახე ახლა. დაეკითხე სინოდრიონის წევრები ლევის. ეს ლევი იყო მღვდელი, ვინც ეს ყველაფერი მოისმინა ძველისგან შიმეონისგან. და ეს ვინ იყო ეს, ვინც აიყვანა, ეგ ვინ იყო? ვინა? ეს მირქმა. ეს იყო შიმეონი, მიმრქმელი. ხო და ვინ არის? შიმეონი იყო უხუცესი. სინოდრიონის წევრის. სინოდრიონის წევრის უხუცესი იყო. სინოდრიონის წევრი იყო უხუცესი. იქ ხო მარტო ერთი და ორი კაცი იყო 71 კაცისგან შედგებული. ხო. ხო, ეხლა ნახე, სინოდრიონის წევრები ეგონებიან ლევის. ეს ინფორმაცია საიდან იცი შიმონზეო რა? ხო. საიდან იციო და მიუგებდა იგი, ანუ ლევი უთხრა ეხლა ანას და კაიფას. არ უწყიდგანა რომ მან დამასწავლა ჯულის კანონი და მასწავლებელი იყო ჩემიო? არის ცითო ეგაო? და ამათმა არ იცოდნენ. სინოდრიონის წევრები მიუგეს, მამა შეის ნახვა გწადიაო. ხო. ანუ რომ იმისგან გავიგოთ, იქ მაშინ ბატყუებო რა. მივიდნენ მამამისთან და დაეკითხნენ, ლევის ჯულის კანონიო, ვინ ასწავლაო? ხოლო მიუგომან ანუ არ იცოდნენ რა? ხო. არ იცოდნენ. რა დარაგჯერა ჩემი შურის კეთილმა და მართალმა შიმეონმა დაასწავლა ჯულის კანონიო. ხედავ, მამამისმაც დაუდასტურა, რომ კიო. ეგ არისო. ეგ არის. დაეკითხნენ მე, რაბი ლევი მართალია, რაც გითხარი? მიუგო, ხო. ანუ ეს ყველაფერი შიმეონზე და ყრმაზე იოსებმა და მარიამმა რომ მიუყვანეს ეს ყველაფერი. ხო. მართლა ეგრე მოხდაო, კიო. ხოლო მღვდელნი და მღვდელმთავარი და ლევიანი ამბობდნენ, გალილეაში მყოფ სამ კაცს შიკრიკი გავუგზავნოთ, გაიგონ რა ამბავიაო. მოიწონეს ნათქვამი და რაბი ადასის, რაბი ფინეზისა და რაბი აგეუსის მოსაყვანად მაცნე წარგზავნეს და შეუთვალეს. ეხა ის ვინც სამი კაცი ვინც იესოს ამაღლება ნახა, ეს რაბები. ეხა რატო გავუშვიდო კაცო დაიბარე მოვიდნენ ესე ჩვენთან, გაიგე ეს? მღვდელმთავარებმა ხო, აბა რა ეგეთი რაღაცა მოხდაოდა, აბა რატო გავუშვიდო კაცო?
ესეის დაბნეულები არიან ხა ვერც ზემო უყლის წარმოვიდგინე ფანცხალებს გული უფანცხალებს რას ჩაიდინეს ხო თან თავისიანები ეუბნებიან აქამდე არ იცოდნენ ხა უმალონე ყველაფერი გასკდა რა ინფორმაცია მოიწონეს ნათქვამი ხო და შეუთვალეს მშვიდობა თქვენ და თქვენთან ამყოფ სინედრიონს აქვს რამდენიმე კითხვა თქვენთან გიგზავნით შიკრიკს რათა პასუხების გასაცემად წმინდა იერუსალიმს წამოყვეთო მაცნეებმა გალილეაში პოვეს ისინი ჯულის კანონს კითხულობდნენ და ლოცვას იტყოდნენ სალამი შეუთვალეთ მშვიდობა თქვენ და მშვიდობა ისრაელში მყოფ ყოველ ხალხთა მიმართ მიუგებდნენ მშვიდობა თქვენ და დაეკითხნენ საიდან მოდიხართ მაცნეებმა მიუგეს სინედრიონი გიხმობთ იერუსალიმს ეს რომ გაიგონეს მადლობა შესწია სუფალს და მეორე დღესვე გაიმართნენ იერუსალიმს ალიონს შეიყარა ტაძრად სინედრიონი და სამივეს დაეკითხნენ იხილეთ იესო მთაზე მჯდომი მოწაფეებს რომ ასწავლდნენ და მე ამაღლდა ახლიდან უმეორებენ ხა უკვე სინედრიონი შეიკრიბო სასამართლოა ალიო ხო მიუგებდნენ ისინი უკვე გიამბეთ რაც რამ ვიხილეთო არ ჯირათო რა ბზანა ანა იყო მდემთავარი ანა და კაიაფა რო ცალ-ცალკე გამოკითხოთ ნახოთ აბა რა სიტყვია რომ იქება ეგრე იყო ხო თქვენ მე გამოსდება თქვენ მატყუარებო მოიხმეს პირველად ადასი და კითხეს როგორ ამაღდა იესოც მიუგო მან მთაზე რომ იდგა და მოწაფეთ ასწავლიდა ვიხილე ღრუბელმა დაახფარა იგი და მისი მოწაფეები ხოლო ამავე ღრუბელმა აიტაცა სად მოწაფეები მიწაზე დაიმხრნენ და ლოცულობდნენ ესე დავინახეთ ერთი წუთი ეგ ხო 40 დღის მერე მოხდა 40 დღის მერე ეს ამბავი როდის ხდება ეს ამბავი ხდება 40 დღის გასვლის მერე უკვე ეს უკვე მერე ხდება კი აბა ეს ამდენი ხანი ხო გრძელდება ესე აი ჰაიპი რაღაცები და ეს უკვე თვითმხილველები გამოძიება მიდის თან ანუ ეს რო იოსებ ხო ეძებდნენ იოსებ არიმათეას ეძებდნენ 40 დღე ეძებდნენ მერე იპოვეს და მერე ეს მოწმეებიც იქ ნახა რა იოსებისგან და ეს გამოყვა და როც გაკეკეს უფრო სუნი აუგდა და ბოლოს გამოდის რომ ღმერთს შვილი მოუკლეს აბა წარმოგიდგენე ახლა საინჯელია აბა რა მოგიგო ახლა შენ წარმოგიდგენე არ იცი და თან შენი ჯული რო შენ გადებს ხელს შენი ბრალი ხო აბა შენ თო ვერ იცანი ვინ მოკალ ესენი კიდე იძახია რომ იცოდა ღმერთმა წინასწარ რომ თავისი გაიმეტა გაიმეტა მამა მარც იცოდა შვილს რომ მოუკლავდა თუ იცოდა რატო განისხდებოდა მაშინ რაღაცა დასჯიდა ანა და გაიაფას ხო ეცოდინებოდა რომ მოუკლავდა ბოროტი მე ვინახებს იგავში იესო ამბობს რომ მამა არ იცის რომ ძე მოუკლეს და რომ გაიგებს რომ მამა რას უზავსო და ბოროტეულებს ბოროტად დახოცავსო ესე იგი მამამ კი არ გამოაგზავნა ძე ჩვენს წოდებისათვის მამა არ იცოდა რომ ძეს მოუკლავდა თუ იცოდა მაშინ იესო რატო ეუბნება იმის თქმის არ იყოს წინაზე რო თქვი რომ მამა არ იციან რას ჩადიან მამა მარიცოდა და ძე ახსენებდა აქედან რომ მარიციან რას ჩადიან ის დაწერილია რომ და მოეკლათ აბა ეგ რა ყურილია ეს ეკლესიის შეთხზილი ეკლესიის მამების რომ გაეპრავებინათ იესოს ყოლელობა მაგრამ ვერანაირად ვერ გააპრავებინათ იმიტომ რომ აგერ ფაქტი უკვე არის ნიკოდემოსის სახარება და მაგიტო დამალეს ეს ნიკოდემოსის სახარება რომ ამათი რაღაც ტყუილები არ გამომჟღავნეს ანუ ეგ არ არის დაწერილი არც ის არ არის დაწერილი იესო მესამე დღეს უნდა აღდეს და ამაღლდეს ხო ეგეც არც დაწერილი ხო არც დაწერილია ჯულში ვერცად ვერ მანახ ვებ სამუნებში ვერ მანახე რომ მესამე არ არის რომ მესამე დღეს უნდა ამაღლდეს მესია მესამე დღეს ამაღლდა აგერ მე-40 დღეს ამაღლდა თუ კაი ეგ რა ხდება იესოს რომ მესამე დღეს აღდგეს და ამაღლდეს ესე წერია სამუნებში მაგრამ სამუნებში არ წერია თუ მესამე დღეს ამაღლდა მე-40 დღეს რატო ამაღლდა აქ მათეს სახარებაშიც მე ხო გალილეაში როგორ ამაღლდა თუ ლუკას სახარების მიხედვით მესამე დღეს იერუსალიმში ზეთისხილის თაზე ამაღლდა ბოლო საიდან ამაღლდა ზეთისხილისიდან ამაღლდა იესო თუ გალილეის ნაზარეთიდან ამაღლდა სხვა მთიდან მესამე დღეს ამაღლდა თუ მე-40 დღეს ხო ლოკაციაც სხვადასხვა არის ანუ ის ვერ გავიგე მაშინ კაცო მესამე დღეს თუ მეორე დღეს ხო აღარ იყო საფლავში საფლავიდან აღსდგა ხო საფლავიდან აღსდგა და დადიოდა და ეცხადებოდა მოწაფებს 40 დღის განმავლობაში 40 დღეში და მე ამაღლდა ანუ ყველას ერთად მოუყარა თავი გალილეაში უთხრა გალილეაში ვიქნები სახარებაში წერია რომ ერთი სახარებები ხო 4 თავია და ერთს უწერია რომ მესამე დღეს ამაღლდა მეორეს უწერია რომ მე-40 დღეს ამაღლდა ანუ რომელია მე და მაჯერებელი აი ეს მე-40 დღეს ამაღლდა ანუ ნიკოდემოს სახარება უფრო და ვაფშე მეები წერია იცი რომ ანუ უნდა რო ჯვარცმოლიყო და მესამე დღეს ახლა ეგენი ვაფშე არ წერია კი მოდი ეს დავამთავროთ და მე განვიხილოთ კაი ხო ესენი უყვებიან ახლა რომ ჩვენი თვალით დავინახეთ რომ როგორ ამაღლდა ღრუბლი თუ რა იესო ანუ მოწმეები ებრაელები იყვნენ სინაგოგის წევრები და არა ვიღაც მოციქულები მოიხმეს ფინეზი და მასაც კითხეს იგივე მოუთხრობდა ფინეზიც ანუ სამივე დაკითხეს აგეუსაც იგივე კითხეს ამ რაბინებს მართლა ნახეთო და იგივე გაიმეორეს ანუ დაემთხო სამივე მოწმე ზუსტია და ჯურის კანონი ხო ჯურის წესით სადაც 2 და 1 და 2 მოწმეა ის იმათი მოწმეა ჭეშმარიტია ხო დამტკიცდა უკვე რომ იესო მართლა ამაღლდა
თქვენ სინამდვილეში წევრებმა გვანახობს მოსეს კანონი, რომ 2 და 3 მოწმის პირის მიერ განმტკიცება ყოველი სიტყვა, ანუ დავეთანხმოთ რომ სწორია, ანუ ვერანაირად ვერ ვაყოფდნენ რომ იესო არ ამაყდა. მოძღვარი აბუთემი იტყოდა ესე. დაწერილია უფალთან ერთად დაიარებოდა ენოქი და აღარ იყო რამეთო წაიყვანა ღმერთმა. ანუ არ არის გასაკვირი ჩვენი ჯულშიო, თუ ვიღაცა კაცი ზეცაში წავიდა. რატო იესოს თავის ძეს არ წაიყვანდაო, კაცო ენოქი წაიყვანა და იესოს აღარ წაიყვანდაო? რა მოძღვარმა აბუთემი, დაჟე იქ მოძღვრებიც იყვნენ სხვაები და მამაოები და თელი ისინი. სინოდის სხდომაა რა, სასამართლოა. გარჩევა ერთი ამბავს. იერიუს მოძღვარმა თქვა, ეხა კიდევ ვიღაცა გამოვიდა. და ეს მოწმენი მოდიან ეხა რომ აი თურმე ჩვენ ჯულში კიდე ბევრი შემთხვევა იყო ესეთი. არც დაწერილი არც მოსეს სიკვდილზეც რაც არავის უხილავს. აჰა, მოაკვდინა უფალმა მოსე თავის სიტყვისაებ და მოდგენდელად დღემდე არავინ უწყის ალაგის სამარხავის სამისის, ანუ მოსეს შეულიც გაუჩინა და რომ ჩვენ არ ვიცით სადამარხიო. ანუ მოსეც ღმერთმა გადაინახა. გააქრო ასე თქვა რა, ამიტომ ის რომ იესო ქრისტე ამაღლდა, ეგ არაფერი ის არ იყო იმ იუდეველთა ჯურის მიხედვით, ხო? ბევრი ყოფილა ეგრე ამაღლდა. ხო, თქვა რაბი, ხოლო რაბი ლევიმმა თქვა, გახსოვდეთ რა თქვა რაბი შიმეონმა, როს იესო იხილა. ეხა ეს რაბი ლევი თავის წარსულს უყვება, კიდე შიმეონთან რა მოისმინა, ხმა იესო რო დაიჭირა. შემზადებულ არს იგი დაცემის და ვითარ მერმე აღდგეს და მრავალნი წამოაყენოს. ამ ფრაზას ციტირებს ეხა შიმეონიდან ეს რაბი ლევი, ძველი ის ახსოვდა შიმეონის სიტყვები. თქვა მერმე რაბი ისაკმა. აგრეთვე დაწერილი არის, აჰა მოგილვენ წინასწარმეტყველს ჩემსას, რომ წინამძღვარ გეყოს და მოიხილოს გზა ჩემი, ხოლო სახელი ჩემი იქნების მისიო. ხედავ? აი იახვეს სახელზე რო იძახიან, იახვეს სახელზე. იახვეს სახელით მოვიდა იესოც, ანუ კურთხეულია უფლის სახელით მომავალია, ხო იცი ვირის ჩოჩოძეროს. და ეგ წინასწარმეტყველებაში წერიაო, მაგრამ ეგ წინასწარმეტყველი რაც რაბი ისაკმა მოიყვანა, დღევანდელ ბიბლიაში არ წერია. აი ეს ზუსტად ეგრე, ხოლო ჩემი სახელით იქნება, უბრალოდ ნახე, ხოლო სახელი ჩემი იქნება მისიო. ჩემი სახელი იქნება მისიო, მამა ღმერთი ამოს თავის ძეზე. ჩემი სახელი იქნება მისიო. ხო, ანუ იესოც იმ სახელით მოვიდა, მამის სახელით. იმიტომ ამბობს მამა გაუცხადებო მათ შენი სახელიო. ანუ სახელი კონკრეტული სახელი ხა აქ იაჰვე არ წერია. და ვინ არის ეს? მამის სახელში მეგულისხმობ რომ ახანის მამის სახელით მოვიდა, ვინც მე მიხილა, მამა მიხილავ. ეხა იმის კი ანიშნავს რომ თვითონ მამა მოვიდა ძის სახით. რაღაც. ამ სახელში ნიშნავს რომ მაგალითად ჩემმა შვილმა რომ მე მასახელოს თქვა. იგივე ილაპარაკოს და იგივე გზაკვალი დატოვოს, რაც მე გავიარე. ხო. და ჩემი სახელით გავაგზავნო სხვაგან და აი მამა შენს ვიცნობდი და მამა შენის სახელის გამო პატივს გცემთ. მე ამას ვფიქრობ რომ ღმერთის სახელში შესიგულისხმობა კონკრეტულად და არა მაინც ახლა ადონაი თუ რაღაცა, იახვე თუ რაღაცა. ანუ იესო ქრისტე მოვიდა მამის სახელით. მამის სახელით რომ იარა და ილაპარაკა ყველაფერი, ხო? იმიტომ უთხრა რომ მამა თქვენი რომ მამა ჩემი იყოს, გეყარებოდეთ ჩემი თავი. ესე იგი იესო სხვა მამაზე დაამოწდა და არა იახვეზე. ხო, სხვა მამაზე, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი ესაიას ამაღლებაში წერია, რომ მეშვიდეციდან რომ გამოაგზავნა მამა ღმერთმა თავის ძე იესო, ხო? ჩამოვიდა პირველ ცაზე და სხვა სახე მიიღო იესო. იმიტომ რომ არქონტები არ უშობდნენ. ცაბაოთი და ამისი არქონტები არ უშობდნენ. პირველი ზეცა მაგათია. ამიტომ ეწოდება ძველახტმის ღმერთს საბაოთს, პირველი ცის ღმერთი. იუდითის მეხუთე თავში წერია. რომ აბრაამის დროს გამოეყო აბრაამი თავის ქალდეველებს, თავის ღმერთებს და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისმცემად. და ცის ღმერთის თაყვანისმცემა უკვე აბრაამის შემდეგ იწყება. ყველა აბრაამიკური რელიგია თაყვანისმცემს ცის ღმერთს. იესო რომ მოდის ამ ხელს, რომ ის თქვენი მამა მკვლელი და მრუშიაო. იმიტომ რომ ეხა თუ მაგათი მამა იესოს მამა იახვე იყო და ებრაელების საბაოთი იყო, მაშინ არ ეტყოდა, ხო? თქვენი მამა ეშმაკი არისო. ხო. მაშინ შეიყვარებდნენ იესოს, მაგრამ რატო არ შეიყვარეს? იმიტომ რომ არ იყო მაგათი მამა. იესოს, სხვა მამაზე საუბრობდა. და ეგ არის ესაიას ამაღლებაში. და კიდე რამდენი წერილები არის ვინ იცის კიდე ვინ მოსწვის. აგერ გამოვქეკავენ ახლა ის ანა და კაიაფა სინედრიონის წინაშე, სპილატეს წინაშე წიგნებს, სხვა წიგნებს და შეთის წიგნს იპოვიან, სადაც ეწერება ეს ყველაფერი. რომ ის იახვე კი არა, სხვა მამა აგზავნის და ის ვაფშე ადემის ბაღის ისტორიებიც სხვადასხვანაირად არის მოყვანილი. 500 წლის გასვლის შემდეგ უნდა მოკვდარიყო ღმერთის ძე ჯვარზე. მერე იპოვიან ამ ჩანაწერებს არ მოიდგინე. იქამდე არ იცოდნენ. გავაგზავნოთ, აბა ეს დავამთავროთ პარემ. ამბობდნენ ანა და კაიაფა, მართებული იყო თქმა, რომ არავის უხილავს სიკვდილი მოსესი და ენოქისა. მაგრამ ვიხილეთ იესო პილატეს წინაშე რომ ლაპარაკობდა. მერე გარუზგეს იგი, აფურთხეს სახეში, ეკალნარის გვირგვინით ნახეთ და თავზეც რომ დაადგეს. ვიხილეთ როგორ აცვეს ჯვარს ავაზაკთა შორის და ნახეთ სასმენად მიცემული ნაღველი და ძმარი ნახეთ ლონგინუს ცენტურიურის მიერ შუბით გაპობილი მისი ფერდი გულში რო შეუჭვა. ფერჩი. მერე ჩვენმა კეთილმა მამამ იოსებმა წაიღო მისი ცხედარი, ნელსაცხებლით გაამბანა ტილოთის შემოსა სამარხავში დაასვენა და ამბობს. კვეთით აღდგაო. სამი მოძღვარი გამოჩნდა და ამბობენ, სადამაღლდაო.
და ეს ნახეთო, რაბი შიმეონის ნათქვამს იმეორებს ლევიც, შემზადებულია დაცემის და რომ მე აღდგეს და ისრაელში მრავალი წამოაყენოსო. ესე იგი, მოწმეებს ასახელებს ახლა სინედრიონში ეს კანა და კაიაფა. ჯო, ნახეთო რომ იოსებმაო მოგვიყვაო ამაღლებაო. ნახეთო რომ ლევიმო რაბი შიმეონის სიტყვები გვითხრაო. ისიც ნახეთო რომ ცენტურიანმაო შუბით უგმირაო და იოსებ არიმათეელმა დამარხაო სამარხშიო. ყველაფერი ნახეთო, ხო? აჰა, რამდენი მოწმე გაგვინდა რა? ასე მიუგებდნენ მას. თუ ღმერთის საყანი იყო გამოგზავნილი, რად გავიწდებათ რომ დაწერილია წეულიც არის ყოველი ხეზე დაკიდებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის ხოთაშვილი იმას დავუსვით შეკითხვა რა, მამაოს. ხო. თამარის დაიშვი, ვინ დაწყევლა იესო ჯვარზე მეთქი და ეგრევე გაჩუმდა. ცოდვამო არა. ცოდვა არ დაწყევლა. გალატელების 3:11-ში წერია პირდაპირ. თვითონ დაიწყევლა თავი იესო ჩვენს გამო. თვითონ დაიწყევლა თავი. თვითონ? ხო, თვითონ დაიწყევლა და ცოდვამ კი არ დაწყევლა. ცოდვა როგორ დაწყევლა კაცო. ცოდვის ავტორი ვინ არის? რატო ვერ გაგცემელი პასუხი? ეგ რატო არ გიპასუხა? იმიტომ რომ ეს რაღაც რაც მოაფრინდა თავში თავის დასაცავად, მაგიტომ ვთქვა მე რამდენი იფიქრა ეგრევე თქვა, ხო? და ეგეც არ არის სწორი პასუხი, რომ ცოდვამ დაწყევლა. ცოდვა არ იწყევლება. ჯულში წერია, რომ ყველა ვინც ხეზია დაკიდებული. ჯული იწყევლება. ჯულის მიერ არის დაწყევლილი ის, ვინც ხეზია დაკიდებული. შეიძლება უდანაშაულოდ მოკლა ადამიანი ხეზე მიავშალო, მაგრამ ის იყო ჯულის მიხედვით ყველა ხეზია დაწყევლილი. უდანაშაულოდ დაწყევლილი. და ის ჯული მოსე მისცა. ესე იგი მოსეს ჯული ვინც მისცა, ის არის წყევლა. ის იწყევლება ის ღმერთი. და აქ ამობენ ახლა რომ დაწერილია ის წყეულიც არის ყოველი ხეზე დაკიდებულიო და ეგ როგორო რა? და თქვენს მე აგრეთვე დაწერილია ღმერთები, რომელთა არ შეუქმნიათ ცანი და მიწა, აღიგვებიან ცის ქვეშეთიდან. აი, მამაო რომ მომიყვანა რა. იერემიას 12-ში ეგ წერია და მე კითხვა მიშდება, კაცო, ესე იგი იესო იაჰვე არ არის. თუ იაჰვე არის, მაშინ რომ ვინ ღმერთია ის, ვისაც არ შეუქმნიათ და მიწა? იესო. ხო იძახია რომ იესომ შექმნა და მიწაო? არა. იესოს მამამ შექმნა. მარტომ შეუქმნიო ესაიაში ყვავობს. მე მარტომ გადავჭიმეო საფარდასავითო და დედამიწა წყლებზე განვართხეო. მიწა წყლებზე განვართხეო. მე მარტომ. ეგ ვინ არის? ეგ არის მამა იესოს. იაჰვე არ არის. იაჰვეს ცაბაოთი უფალს აწერენ, მაგრამ არ ვიცი ხა რამდენად არის ეს. ეს ტექსტებიც შეცვლილი არის, მაგრამ იაჰვე წერია კუმრანის ტექსტებში. ნუ ხა აქ საიდანაც მოყავს ხა ესენი გამეგე ეს მუხლები იქ რაბინებს, სადაც აქვს ბიბლია, იქიდან მოყავთ, ხო? იაჰვე გამოდის, ანუ ნახე ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცანი და მიწა, აღიგვებიან ცის ქვეშეთიდან. ესე იგი, რომელ ღმერთია ის, ვისაც უნდა შეექმნათ სადა ქვეყანა? აღიარებენ სხვა ღმერთს, როგორც ქამოზე ვთქვით, ხო? იფთახ გალაადელი ეონება მოაბელებს. შენმა ღმერთმა ქამოსმა მოგცეთ ეგ მიწაო და დარჩით იმ მიწაში რაც მოგცაო და ჩვენმა ღმერთმა იაჰოვამ მოგცა ეს მიწა და ჩვენ აქ დავრჩებითო. აღიარებს რომ იაჰოვას გარდა სხვა ღმერთებიც არსებობენ. მე-11 თავი არის საჯულთა წიგნის 24 მუხლია. და ეს არის იერემიას მე-12 თავის მე-10 თავის მე-11 მუხლი, სადაც ამობს რომ ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცანი და მიწა, აღიგვებიან ცის ქვეშეთიდან. ესე იგი იესო იაჰვე არ არის, იმიტომ რომ ღმერთებზეა საუბარი. რომელ ღმერთს უნდა შეექმნა სხვა იესოს მამის გარდა დედამიწა და მიწა. ლევიანები და მღვდელმთავრები ამბობდნენ, თუ მიტევების დღემდე არ მიივიწყა ხალხმა, იგი საუკუნო დაიდებს მათ შორის ბინას და შვილს. აღიგვებიან მიწისაგან პირისაგან. ესე იგი თუ იესო არ არის, ესე იგი იესო აღიგვება, თუ იესო ღმერთი არ არის. თუ როგორ გამოდის? ღმერთებიო, ნახე, რომლებთაც არ შეუქმნიათ ცანი და ქვეყანა, აღიგვებიან ცის ქვეშეთიდან. და თუ იესო ქრისტე ღმერთი იყო, ასე ვთქვათ, ხო, ღმერთის შვილი იყო და ჩვენ მის შვილი მოუყალითო, მაშინ რატოა დაწერილი რომ დაწყევლილია ყველაო, ვინც ხეზე კიდიაო. ჩვენი ღმერთი დავწყევლეთო, ჯულის მიხედვითო. აი ეს კითხვა გავუშვათ, როგორც მე მამაოს უთხარი, ვინ დაწყევლა იესო ჯვარზე მეთქი. ხო, და ასევე დაწერილია მე უთხრეს, ღმერთები, რომლებთაც არ შეუქმნიასო, ცანი და ქვეყანა, ან ჩვენი ღმერთი კი არ მოგვიკვლიაო. ანუ მაგას არ შეუქმნიო. ესე იგი ამ მუხლი რომ მოყავთ, ამ მუხლის მიხედვით იესო ქრისტე იაჰვე არ არის. იესო ქრისტეს მოკლით მამა ღმერთი არ მოუკვლიათ. და დამშვიდნენ ესე დაწყებია. იაჰვე არ მოუკალით. ხო, ესე იგი იაჰვე გადაურჩით ესე იგი. როგორ კაცო იაჰვემ საკუთარი თავი დაიწყევლაო ჯვარზეო. მაშინ თავის თავზე როგორ ამბობს რომ დაწყევლიაო, ყველა ვინც ხეზია დაკიდებული. განა ეს რა თავის თავზე დაიწყევლიდაო, ეს მაგარი მუხლია. ნახე მე თუ მიტევების დღემდე არ მივიწყა ხალხმა, იგი საუკუნო დაიდებს მათ შორის ბინას და ურიცხ მიმდევარს გაიჩენსო. ეხლა ვჭობენ რომ ეს თუ ამბავი გასკდაო, ბევრი მიმდევარი გაუჩნდებოდა. აგერა არ გასკდა, რამდენი მიმდევარი ყავს. გადაწყვეტეს. ხო, გადაწყვეტეს დაედგებინათ ხალხი და უკადაგეს. დაწყევლილია მოთაყვანე კაცის ხელით შექმნილისა და დაწყევლილია ღვთის გარდა სხვათან თაყვანგებელი. ანუ ვინც არ შექმნაო, ისო დაწყევლილია? არა. აბა? იესოს ვინც გააღმერთებსო და ჩვენ ღმერთის გარდაო, მამის გარდა, იაჰვეს გარდაო, იესოს დაუწყებს თაყვანისცემასო. ამის შემდეგ რაც მოხდაო. თქვათ რომ დაწყევლილი არის ეს ადამიანი, რომ არ გააღმერთონ და კერპი არ შექმნან იესოსგან.
და მიუგებდა ხალხიცო, ამინო ამ მღვდელმთავრებ. ანუ მოითათბირეს, რომ არ გასყდეს ეს ამბავი, რაც ილაპარაკეს და ხალხს ესე უთხრეს, რომ დაწყევლია ვინც ადამიანის ხელით შექმნეს და უწყებს თაყვანისება. ანუ იესოს გამოსახულებას. თორე ებრაელებში მამის გამოსახულება არ არსებობს. ის არის ცის ღმერთი, უხილავი ღმერთი არის. უფლის მიმართ იმნებს გალობდნენ და იტყოდნენ: დალოცვილია ღმერთი, რომელმა თავისი სიტყვისამებრ ისრაელის ხალხებს მშვიდობა მოუვლინა. ჩვენთან არს უფალი ღმერთი ჩვენი. ვით ვიყო მამათა ჩვენთათან არ მიგვივიწყებს და არ მიგვატოვებს, არ განგვაშორებს თავისი გულიდან, რადგან მის გზას ვადგავართ, საქმეს მისას ვიგვთ და მამათა ჩვენთან მიმართ მისგან განღებულ სამართალს განვაჩინებთ. ხოლო უფალი მეუფია იგი სათა და მიწათა. აქაუნდე და მერმე და მერმე წეგ ვიყო ჩვენ. ხოი უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებულ ხარ შენ და დიდებულია სახელი შენ. ძალთაგან შენთაგან გვიწამლეს ნეუდ და გამვრთელდებით. ხსნელად მოდი უფალო და ბორკილ აგვეყრება. რამე თუ მემკვიდრენი ვართ შენი და მოწილენი შენი სახელისა. მოწილენი შენი სახელისა. ესე იგი იაჰვეს სახელით მარტო იესო არ მოდის. იაჰვეს სახელით ადამიანებიც მოდიან, ისრაელიც მოდიან. იერუსალიმის ტაძარიც იაჰვეს სახელით არის. ანგელოზებიც, უფლის ანგელოზები ყველა იაჰვეს სახელით მოდის. ასე რომ იაჰვე რო არის ხოლმე ზოგადად ღმერთს ნიშნავს და არის. ღმერთს კი არ ნიშნავს, ანუ ღმერთის სახელი არის, მაგრამ კონკრეტულად ერთი პიროვნების არ არის. ჩედებს თავის ანგელოზებს, მაგალითად ლევიანთა 23 თავში პირდაპირ ამას ანგელოზებს, რომ ჩემი სახელი ჩავდე მასში. ანგელოზი ამბობს. და იესოსაც ამბობს, რომ ჩემი სახელით მოვალ. ასე რომ ის ვინ არის ყავს, ვინ არის? ის ვინც იესოს სახელით მოდის, ისა იაჰვეს სახელით მოდის, ის თვითონ არ არის იაჰვე. ძალთაგან შეთაგან გვიწამლეს ნეუდ და გამთადებით. ხსნად მოდი უფალო და ბორკილ აგვეყარა, რამე თუ მემკვიდრენი ვართ შენი და მონაწილე შენი სახელისა. არ დაივიწყებს უფალი ღმერთი ჩვენი თავის ხალხს, რამე თუ დიდია სახელი მისი, რამე თუ მანაგვშვა, ხოლო მარად მისნი ყოფილიყავით. გალობდნენ საგალობლებს და თავთავიან სახლებს მიემართებოდნენ, ლოცულობდნენ უფლის მიმართ და იტყოდნენ, რამე თუ იგი არის ძალა და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ამით მორჩა იოსების დაპატიმრებისა და სასწაულებრივი გათავისუფლების ისტორია. ეხლა ნახე რა კითხვები ჩდება, ამ კითხვებსაც ჩავწერ და ბარემ იმას ავქნათ. ხო. იოანეს სახარებაში მარია მაგდალენას იესო მებაღე ეგონა. ხო. და როგორ ეგონა მებაღე თუ კი ჯვარცმული იყო, ჯვარცმული მებაღე ეგონა? ჭრილობებს მაინც ვერ შეხედავ და ფეხებზე კაცო იმდოს ტუფლები არ იყო, სანდლები ეწოთ, ხო? ჯვარცმული მებაღეა, წარმოიდგინე, ხა მებაღე როგორ უნდა გეგონოს, კაცი ჯვარცმულია, ჭრილობები აქვს ხელებზე და მებაღე აწვეს ჯვარს. მომისმინე, რო აღთქა ეგ ჭრილობები არ ქონდა. აგე ხელები შემეხეთო თომას უთხრა, სანამ ჩემი თითარჟობა, ქონდა, როგორ ფერჩიც ქონდა და ხელებზეც ქონდა. და რა მარიამს რო ეჩვენა, სხვა სახით ეჩვენა? ხო, იგივე სახით არის. მებაღე რატო უნდა გონებოდა? ანუ ეხა მე იცი ატო დაგანახავ იოანეს სახარება არის გადაწერილი ნიკოდიმოსის სახარებიდან. ეს პილატეს ამბავი, ანუ მე ხო კითხვა დავსვი, ვინ ჩაიწერა პილატეს და იესოს დიალოგი. იონებს რა იცოდა იგი, მოცეფები ხო დაიფანტნენ. ვინ ჩაიწერა ეგ? რა თქმა უნდა ნიკოდიმოსკენ გადაწერა 95 წელს. და თუ ეს გამოცხადებით იოანესაც აუწყა იესომ, როცა აღდგა მე მოუყვა ეს პილატეს და იესოს საუბარი, მაშინ 95 წელს კი არ დაიწერებოდა იოანეს სახარება, კაცო. პავლე მოციქულისავი დაიწერებოდა 44 წელში ან 45 წელში, ხო? ხო, მალე. ხო, იმიტომ პავლესაც გამოიწყდა და ჩააწერინა ზიარებისას რა ქნა იესო ქრისტემ. პური გატეხაო და დაურიგაო. საიდან იცოდა ეს პავლე არ დასწრებია ზიარებას. პავლე გამოცხადებით მიიღო. გამოიცხადა პავლეს? კი, და გამოცხადებით მიიღო ეს იესო ქრისტესგან. ანალოგიურად ჩაწერდა იოანეს თუ გამოცხადებისგან მიიღო, მაგრამ არ მოხდა რა ეს გამოცხადება. თუ გამოცხადება მოხდებოდა, მაშინ პავლე იოანეს ვერ დაასწრებდა ამ ინფორმაციის ჩაწერას. და 95 წელს კი არ დაიწერებოდა იოანეს სახარება, დაიწერებოდა 44 წელს ან უფრო ადრე. ხო, მალე. გამოდის რომ იოანეს სახარება არ არის მოციქულის დაწერილი, იოანეს დაწერილი, გადაწერილია ნიკოდემოსის სახარებიდან. ეს ჩემი ეჭვი კი არ არის, ამ ეჭვს მიმყარებს მარია მაგდალენელის ისტორია, ხა და მაგას მოგიყვები. ეს შემოbrunდა. ხო, მაგას რომელშია? იოანეს სახარებაში. რომელიც მათეს სახარებას ეწინააღმდეგება. როდესაც მოდტილალი მარიამი დაიხარა და სამარხში შეიხედა, დაინახა ორი ანგელოზი, რომლებმაც უთხრეს: "რატომ სტირიო?" მარიამაც მიუგვა ამ ანგელოზებს. ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შემოbrunდა და იქვე მდგარი იესო დაინახა. ანუ ანგელოზებს რო ელაპარაკებოდა, უცბად შემოbrunდა და დაინახა იქვე მდგარი იესო. ხო. ეს არის იოანეს სახარების 20-ის 13-14. და ამას ვინც წერს, თვითონ არ არის შემწრე ამ მომენტის. ვიღაცა თხზა აქვს. ანუ აქედან იწყება იესოსა და მარიამის დიალოგი პირისპირ, როცა შემოტრია და დაინახა იესო. ხო. მაგრამ ვერ იცნო რომ იესო იყო. დაინახა და ვერ იცნო, ესე ამბობს წერილი. და ამ დიალოგის შემდეგ იესო ეუბნება მარიამს, სახელით მიმართავს: "მარიამო". შემდეგ მარიამი შებრუნდაო და ებრაულად თქვა რაბუნიო.
ჯერ ხო პირველად თქვი რომ შებრუნდაო. ანუ ანგელოზოსთან დებატები რო აქ ლაპარაკი რომ საწაიღე ჩემი უფალიო და შემოbrუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო. და მერე იესო ეუბნება რაბუ ისა მარიამო სახელით მიმართავს მარიამს და წერია რომ შებრუნდაო და მიმართავო რაბუნიო. ეხა კითხვა ჩდება ხო თუ იესომ უთხრა და იესო შემოტრიალდა და ზურგით იდგა და მარიამა ვერ დაინახა ხო? და იესო შემოტრიალდა და მერე უთხრა ხო? მაშინ ჩდება კითხვა იესო ხო არ ეტყოდა მარიამს რაბუნიო? რა თქმა უნდა მარიამი ეტყოდა იესოს რაბუნიო. აბა მარიამი ხო არ იყო იესოს მოძღვარი კაცო? იესო როგორ ეტყოდა? ხო. რას თარგმანებით ნიშნავს მოძღვარს? იესო ხო არ ეტყოდა მარიამს რაბუნიო? ეგ იმიტომ დაწერეს რომ ესეთი ფაქტი მაქვს მე უკვე. ეს არის ლოგიკური მტკიცებულობა, ისტორიული მტკიცებულობა, რომ იოანეს სახარება არ არის დაწერილი მოციქულის მიერ. აი თუნდაც აი ამ ერთი კონკრეტული ისტორიის მიხედვით. მე ვამტკიცებ რომ ნიკოდიმოსის სახარება არის კანონიკური და იოანეს სახარება არის არაკანონიკური. ანუ არაკანონიკური ნიშნავს შეთხზილს. ხო და რო ხსნაუდა და წერდა. ეგეთი სისულელე როგორ ხო და მანდა მაქვს საქმე რომ თუნდაც გამოცხადებით დაეწერა ეს იესო გამოცხადებული იყო და იოანესთვის დაეწერა ესეც სულელეს იესო ვერ ეტყოდა ამას. ვერ თვითმხილველები ვერ ეტყოდნენ. თუნდაც სხვა სიტყვა იოანესთვის რომ ესე დაწერია. ანუ აქედან ხო ეს ნახე რა სამს ახლა იესო ხო არ ეტყოდა მარიამს რაბუნიო. ვინც შემოტრიალდა იმან უთხრა იესოს რაბუნიო. თან ორჯერ შემოტრიალდა. ანუ იესო არ შემოbrunდებულა. და არც მარიამს ეტყოდა რაბუნიო, ცხადია ხო? ხო, რა თქმა უნდა. ანუ ის ვინც შემოტრიალდა ორჯერ ტრიალიო საქაები. იო, ტრიალი კულგამს არტავს. გამოდის ორჯერ შეbrunდა მარიამი? ხო, ეხა ნახე შენ კიდე რა ხდება. მათეს სახარების 22-ვე თავში სამარხის ანახავად მიდიან მარიამ მაგდალენელი და სხვა მარიამი. და აქციდან უფლის ანგელოზი ეშვება, რომელიც მათ თვალწინ სამარხის კარს გადააგურებს ლოძს და ამ ლოძზე ზედ ჩამოჯდება. აქ არც ერთი ქალი არ ეკითხება ანგელოზს თუ სად წაიღეს იესოს ცხედარი. არამედ თავად ანგელოზი მიმართავს. ნუ გეშინიათ. ვიცით რომ ჯვარცმული იესოს ეძებთ, აქ აღარ არის, არამედ აღდგა. როგორც ითქვა, მოდით იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. ხოლო იოანეს სახარების მე-20 თავში დილაუთენია სამარხის სანახავად მოვიდა მარტო მარიამ მაგდალელი და დაინახა რომ სამარხიდან აიღოთ ლოდი. ეხა ჩდება კითხვა. თუ ანგელოზისგან მარიამ მაგდალენას უკვე ეცოდინებოდა რომ იესო აქ არ არის და აღდგა, რაღაც იტირებდა იქ ანგელოზებთან, რაღაც ეტყოდა საწაიღეთ ჩემი უფალიო, ხო? ხო, ლოგიკური. ხო, ეხა ნახე, ეს როი წინააღმდეგება მაგაზე ვიძახი იოანეს სახარება მათეს სახარებას. გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესთან და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს. მათეს სახარებაში, როცა ანგელოზმა ეს უთხრა, აქ აღარ აღდგა, გაიქცნენ. ხო. მარიამი და მაგდალენელი და მივიდნენ იესოს მოწაფეებთან, ხო? რომელიც უყვარდა იესოსო, ეს იოანე მოციქულზეა საუბარი, ნაგურისხმები. ანუ პირველად სამარხში ქალები არ შესულან. როგორც ეს მათეს სახარებაში არის, არამედ სიმონ პეტრი და მეორე მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა, ანუ იოანე თავის თავზე ამბობს. პირველები ესენი შედიან სამარხში, ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა. ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი. აქ არ წერია რომ მარიამი იესოს დედა იყო, როგორც ეს მათეში წერია. არც ის წერია თუ ქალებმა ანგელოზი იხილეს. სხვაგვარად მარიამს ეცოდინებოდა ლოდი ვინ გადააგორა, ხოლო ეს მათეში წერია. იოანეს სახარებაში კი მარიამ არ იცის საწაიღეს მისი მაცხოვრის ცხედარი, ხოლო მათეში კი ანგელოზი პირდაპირ ეუბნება რომ აქ აღარ არისო. ანუ აღარ დაეჭდებოდა იმაზე რომ მაცხოვარი აღდგა თუ არ აღდგა და კოდრის ძებნას აღარ დაიწყებდა, ანგელოზისგან ეცოდინებოდა რომ აღდგა. იესოს ცხედარი რომელსაც ეძებთ, თუ მარიამ მაგდალენელმა იცოდა ანგელოზისგან მისი მაცხოვრის ცხედარი რომ მან დარიყო, მაშინ იოანეს სახარებაში რატომ ეკითხება ორ ანგელოზს? წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი სად დაასვენესო. ეს ხო უკვე ლოგიკური და ის არის. უთხრა მანამდე უკვე რა ახსოვდა რაღაცა. გამოდის რომ იოანეს სხვა მოვლენას აღწერს, მათე მოციქული სხვა რაღაცას აღწერს. აშკარად წინაღობები. ეხა თუ არ არის წინაღობები თეოლოგების გასაგონად კიდევ უარეს იმას გავამძაფრებ, რომ სუნიაურობით ეს. თუ მარიამა ანგელოზისგან იცოდა რომ მისი უფალი აღდგა და არ უნდა ეძებნა მკვდრებს შორის, მათე სახარების 22 თავის მე-6 მუხლის მიხედვით, მაშინ რატო ვეუბნება იოანეს მე-20 თავის მე-13 მუხლში მარიამი ანგელოზებს ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენესო? აკი ანგელოზმა უკვე უთხრა რეკავ. აკი ანგელოზმა უკვე უთხრა აღდგაო. და სხვა აღარ დაუწყებდა ძებნას, არა ლოგიკურად, როგორც წეღანა ვთქვით. ესა ლოგიკური ფალასი, მაგრამ მავანი მაინც ვერ ხედავენ ამ წინაღობას, ან არ სურთ დაინახონ. ასე რომ მარიამის მიერი იესოს ვერცნობა სულაც არ ნიშნავს მისი სულიერი მდგომარეობას, რომ ის ეძებდა მკვდარს იესოს და ამიტომ ვერცნობდაო, როგორც წმინდა მამები განმარტავენ. ოქროპირი მაგალითად. ეს არის ლოგიკური ფალასი. აშკარა წინაღობა არ. ნახე
მარიამმა კარგად იცოდა რომ მისი უფალი მესამე დღეს უნდა აღმდგარიყო, გაფრთხილებული იყო იესოსგან, რომ მოკვდები და მესამე დღეს აღდგები. ანუ ის ეჭვი რომ სად არის ჩემი უფალი და მკვდარი სად დამარხეთ, უკვე ეჭვი შეტანა მაცხოვრის სიტყვებში. მესამე დღეს აღდგა, მესამე დღეს ხო აღდგებიო. ესე იგი, მარიამი ეჭვს ვერ შეინწადა უფლის გადაწყვეტილებაში სიტყვაში, რომ მესამე დღეს ნამდვილად აღდგა. როცა ამბობს ანგელოზებზე რომ სად არის ჩემი უფალიო, სად წაუღიათო, ესე იგი, აღდგომის ჭეშმარიტებას აყენებს ეს ეჭვქვეშ მარიამი. ივანეს სახარების მიხედვით. მაგრამ მათეს სახარების მიხედვით ორივე მორწმუნეა, ორივე სწამს რომ იესო აღდგა. ანგელოზმა დაუმოწმა. გიციან რომ იესო აღდგა. და ამაში ჭეშმარიტ და დარწმუნებულები არიან. შო აღარ იმაშვებიან. ხო, და ივანეს სახარებაში პირიქით არის. ივანეს სახარებაში მარიამ მაგდალენას ეჭვში აქვს მაცხოვრის აღდგომაში. და ანგელოზებს ეუბნება, სად არისო ჩემი მაცხოვრის უფლის ცხედარიო. ხო, იმას შეჭირს ანგელოზებს. არ იცოდე შედალოცვიდა რომ მაცხოვარ მაგითხრა რომ მესამე დღეს უნდა აღდგე. ხო. რა ეჭვი გეპარებოდა მის სიტყვებში. არა ეს ინფორმაცია რომ შეტყზილი ივანეს სახარება მაგას გეუბნებით არის დაწერილი 95 წელს და კიდევ ბევრი წინაღობები არის ამიტომ არ უნდა დაუჯეროთ ივანეს სახარებას არ წაიკითხე მაგრამ კითხები ხო უნდა დასვა კაცო მარიამმა კარგად იცოდა რომ მისი უფალი მესამე დღეს უნდა აღმდგარიყო ამიტომ მის აღდგომაში ეჭვი შეტანა მისი რწმენის სისუსტეზე მიუთითებდა და არა მის ვერცნობაზე როგორც ამას წმინდა მამები განმარტავენ რომ ეს სისუსტე იყო მისი რომ ვერცნობდა მკვდარს მაგითო ეძებდა არც უნდა მოეძებნა საერთოდ კითხვა ეხლა ესეთი კითხვა ხდება როგორ ვერ უნდა ეცნო მარიამს მაცხოვარი, როცა მას ჭრილობები ექნებოდა სხეულზე. ჯვარცმული და მებაღები ის გაუგიემთ, წეგან ხო გითხრა. რაც შეეხება მათეს და იოანეს ტექსტებს, აშკარად წინააღმდეგობებია. და ოქროპირის ხობილიაში საერთოდ არაა საუბარი ამ წინაღობაზე. ანუ ესენი კრიშავენ. ეს მებაღე საიდან მოიტანეს? აი მოიგონეს, შეთხსეს. ხო და რაღა მებაღე? სხვა საკითხი ჩვენა. ანუ სახეებს იცვლიდა რა. ემაუსის გზაზე რო შეხვდა ვერ იცნესო და პური გატეხა მე მიხვდი რომ იესო იყო. ანუ ისე როგორ ვერ უნდა იცნო ბიჭო. პური გატეხა ხელები დაგანახა და ხელებზე ჭრილობა ვერ დაინახე? რომ ვერ ეგეცნო, როცა გაუჩინარდებოდა? მეუბნები ის არის რა, შეთხზილი ამბებია. და ეს 4 თავი ამათ მიაჩინა წმინდა წიგნით. და მე ვიძახი რომ ჩემთვის ბიბლია არ არის ავთენტური. იმდენ რაღაცები წერეხე ქამოს ღმერთეს ეფთახ გალალი რომს. შენმა ქამოსმა ეს მოგცაო და ჩვენმა იახოვა ეს მოგცაო. ანუ ქამოსის მეომარი არის. და იყოს და იახვე მეომარიაო გამოსადა 15-3 წერია და თუ მეომარია იახვე ვის ეომება საპირჯორნი ძალა ვინ არის? აგერ ქამოსი ძმა. მოაბელთა ღმერთი, აბა? ჰიპო ლეო შეიძლება თქვა ვინც ეძებს ყოველ. კი ბატონო, გავაგრძელოთ ახლა. რაც შეხე ხო, კერძოდ მათეს სახარებაში ორი ქალი მიდის იესოს სამარხთან, დააკვირდი? და ისინი გახდებიან მოწმე თუ როგორ ჩამოვა ანგელოზი და მათ თვალწინ გადააგორებს ლოცს და ზედ დაჯდება. და ამავდროულად ის მცველებიც აქ არიან. როგორც აქ წავიკითხეთ ნიკოდიმოს სახარებაში. წეგან გახსოვს? ხო. ანგელოზი ჩამოვიდა ცველებმა ციხილეს. და ის ქალებიც იქ იყვნენ. ანუ რასაც ნიკოდიმოს იყვება, ნიკოდიმოს სახარებაში წერი ეს ცველები რო ყვებია. იგივე წერია აქ მათეს სახარებაშიც. რომ ანგელოზი ჩამოვიდა, ლოდი გადააგორო და ცველებიც იქ იყვნენ. ხო, ქალებიც იქ იყვნენ. აქაც და ანუ იდენტური. ეს არის ხო იდენტური. ხო. მე იონი ამას არ ეთანხმება. იონი შეგრი არ არის. და ეტყვის რომ ტყუილად ეძებენ იესოს. აქ რადგან ის აღდგა, ასე რომ ოქროპირის შეხედულება თითქოს ეს არის მარიამის სულიერი მდგომარეობა, რადგანაც ეძებდა მკვდარს, არის ლოგიკური ფალასი. საერთოდ არ უნდა მოეძებნა მკვდარი, იმიტომ რომ ანგელოზისგან იცოდა რომ აღდგა და ნუ ეძებთ მკვდრებში ცოცხალს. ხო. ტექსტში ხო უთხრა. ამიტომ ის რომ მისულიყო და კიდე ანგელოზის შეკითხოდა რომ საწაიღე ჩემი ცხედარიო, ჩემი უფლის ცხედარი უკვე ლოგიკური ფალასია. ტექსტში გარკვევი წერია რომ ანგელოზმა უკვე ახარა რომ ის აღდგა და არ უნდა ეძებნათ მკვდრებში. გამოდის არ დაიჯერ ანგელოზის ნათქვამი ის? თქმა იმისა რომ მარიამი ეძებდა მკვდარ იესოს და არ აღდგას და ამიტომ ვერ ცნობდა არის ლოგიკური ფალაში, რადგან მათეს 22:9-ში მათ გზაზე შემოხვდათ იესო, ხოლო ისინი მუხრებზე შემოეხვნენ მას და თაყვანის ცეს. ასე რომ ვერ იცნო მებაღე ეგონა და სხვა საკითხი ჩვენ ეს არის ტყუილები. იმათმა იცნეს და აქ ხო, იმათ ვერ იცნეს და ამათმა იცნეს, ხო. აქ წერია პირდაპირ შემოხვდათ იესო და შემოეხვნენ, ხოლო იოანეს სახარების 27-ში მარია მაგდალენას შეხებას უკწევს მამასთან არასრულვარო. რა, მამასთან რო წავიდოდა, მე როგორ უნდა შეხებოდა იქიდან რა, ხო აღარ ჩამოვიდოდა. ო, რა გამოდის, მამასთან წასვლის შემდეგ უნდა შეხებოდა მარიამ იესოს? არ შემეხო მამასთან არასრულვარო. რას ნიშნავს არ შემეხო, რადგან არასრულვარ მამასთან, როცა აგერ მათეში მუხრებზე შემოეხვნენ და ნახეს და იცნეს კიდევაც იესო. ხო, სხვადასხვა. მათესთან დაბრო იყო მოშინა და იქ უკვე ნიმოშინა. არ შეიძლება. ერთია არ გსურდეს დაინახო და მეორე რომ წინაღობა არსებობს. მათეს მიხედვით ანგელოზის ჩამოსვლა და ლოდის გადაგორება ორი ქალის თვალწინ მოხდა და იქვე იყვნენ მცველებიც, ხოლო იოანეს სახარების მიხედვით მარტო მაგდალენელი მიდის და ლოდი გადაგორებული ხდება უკვე. გამთენი ისასო. და მცველები იქ უკვე აღარ არიან. და მათეს სახარებაში მცველებიც იქ ესწრებიან. იქ უკვე აღარ არის იოანეს სახარებაში მცველებიც აღარ არის. გადაგორებაც პროცესში ხდება.
და იონეში არ არის ვაფშე გადაგორებული ხდება. რეალური ესენი ვერ გავიგე სახარებები. მოკოდილია. ვინ არ ეკავს გვასალია ვინ არის. მე რამდენჯერ დარეკავ. და თუ მარიამს ანგელოზებისგან ხო ნახე კითხვა ხდება თუ მარიამს ანგელოზისგან დაუწყები ჰქონდა რომ იესო აღდგა და ის უნდა არ უნდა ეძებნა კვდრებში მათეს სახარების მიხედვით მაშინ მისი ტირილით სრულად უსაფუძვლოა რო დგება იქა და ტირილი და სადაც წაიღე ჩემი უფალი ივანეს სახარებაში ანგელოზებს რო შესტირის რადგან მათეში არსად არ წერია რომ მაგდალელი ტიროდა და ეძებდა მკვდარს უფალის ცხედარს არამედ აღმდგარს ეხლა ნახე არ წერია ეხლა ნახე საიდან ვიგებთ რომ იოანემ პილატესა და იესოს საუბარი აღწერა როცა იოანე იესოს სასამართლო პროცესს არ დასწრებია იოანეს სახარებაში პილატესთან საუბარი იესოს ვინ აღწერა იოანე იქ არ ყოფილა ხო კაი კითხვა თვითმხილველად ნიკოდემოს უნდა ვენდოთ ეხლა რომელიც წავიკითხეთ სახარებაში ეგ კიდე რომ სახარებაში წერია არსა მარტო იოანეს უწერია პილატესა და იესოს საუბარი იოანეს უწერია როგორც მახსოვს რა არის ჭეშმარიტება რო ეუბნება მე იმის მიერ აღარ აგძელებს არა და ნიკოდემოს სახარებაში ჩვენ ჩავწერეთ ხო ჭეშმარიტება ზეცისაო და აგერ თუ არ ჯირაო არ შეგიძლიათ ჩემი დაცვაო ხო ის ვინ ჭეშმარიტება ზეცის ჭეშმარიტება საუბრობენ რომ იმას ებრძვის უწოდეს სოფელი სამართლიანობა ამიტომ სამართლიანობა და ჭეშმარიტება ამ ქვეყნებში არ არისო ამ ქვეყნებში ყოფილიყო იბრძოლებდნენ რომ შენ ხელში არ ჩავარდინიყავიო ხო დაჟე ისიც უარყო რომ მეფე არა ვარო მეფე რო ყოფილიყავიო ჩემი დამცველებიო არ ჩაგდებდნენ შენ ხელში და ეს კიდევ ეუბნება მეფე ხარო და შენ თქვიო მე არ მომბო ჩემ თავზე მაგას შენ თქვიო რომ მეფე ვარო მე გითხარიო რომ ჩემი მეფობა რომ ამ ქვეყნებში ყოფილიყო შენ ხელში არ ჩავარდებოდე შენ კიდე მეკითხები რომ მეფე ხარო კაცო შენ გინდაო შენ ამბობ მაგას რომ მე არ ვამბობ საკუთარ თავზე ანუ იესოს მე ვთქვა რომ ამ ქვეყნებში მეფე არა ვარ შეეტენათ ხო ასე ვთქვა ხო და იესო ამბობდა რომ ჩემი მეფობა ამ ქვეყნებში არ არისო გას გარკვევით უთხრა პილატეს ამიტომ პილატეს კითხვა აღარ უნდა ესო შენ ხარ კიდე მეფეო არასწორია კითხვა უკვე და მე იმიტომ ვთქვა შენ თქვი ესეო ანუ ეს ყველაფერი არის ნიკოდემოს სახარებიდან გადაწერილი რა ნიკოდემოსი არის თვით მოწმე სინედრიონის რაც მოხდა ეს ყველაფერი და იოსებ არიმათელის საუბრებიც რაც ჩაიწერა აგერ დევს ამით ხელმძღვანელობდნენ როგორც ევსები კესარიელი მეოთხე საუკუნის მწერალი მამა ასევე ტერტულიანი მოყავს აღდგომის დღის დათარიღებასთან დაკავშირებით პილატეს საქმეები როგორც აქცია ნიკოდემოს სახარებას ასე უწოდებდნენ პილატეს საქმეებსაც ეხლა ეს დავამთავროთ ნახე რა ხდება თვითმხილველად ნიკოდემოს უნდა ვენდოთ თუ იესოს მოწაფეებს რომელსაც თავისი მაცხოვარი მარტო დატოვეს ტრების ხელში რა თქმა უნდა თვითმხილველად ნიკოდემოს უნდა ვენდოთ და რა იოანეს რომელმაც საერთოდ მიატოვა იესო და მოწყდნენ იქ ხო მარტო დატოვეს კოდრეთით აღდგომის შემდეგ თუ გამოეცხადა იოანეს იესო და ჩააწერინა პილატესთან საუბარი როგორ მოხდა გამოდის 95 წლამდე არ დაწერდა ამას იოანე და იქამდე დაელოდებოდა პავლემ დაასწრო ეთყობა რადგან იოანეს სახარებაზე ადრე პავლეს კორინთელთა წერილები დაიწერა შენ რომ იყო იესოს მოწაფე 95 წელი უნდა გავიდეს იესოს აღდგომის შემდეგ რომ სახარება დაწერო მე პილატემ და რა უთხრა იესოს იქამდე არ დაწერდა იოანეს სახარებას მართან ყოფილიყო იესოს მოწაფე თუ დაწერილი იყო რომ დასცენ წყემს და განებრივიან ფარისცხრებიო გამოდის ყველა მოწაფე დაიფანტნენ და იმალებოდნენ და ანალოგიურად იესოს სასამართლო პროცესს ვერც ერთი მოწაფე ვერ შეესწრებოდა ვერც იოანე ხო და იესოსა და პილატეს დიალოგი ვინ ჩაწერა თუ არა ნიკოდემოსმა ვინც თავად დაეწრო ამ სასამართლო პროცესს აღდგომის შემდეგ თუ მოუყვა იესო იოანეს და დააწერინა სახარება მაშინ მარიამ მაგდალენელის ამბავს რაბუნიო და ორჯერ შემოbrunდაო ხომა იესო ამ სისულელეს როგორ ეტყოდა ესე მოხდაო აღდგომის შემდეგ დააწერინა იესომ ეს სისულელე იოანეს მარიამ მაგდალენის შემოbrunდებაზე ან მარიამ მაგდალენელიზე და იესოს დიალოგი ვინ ჩაწერა იოანე ხო არ იყო მაგ დროს მანდ ეგეც მოუყვა იესომ მარიამს ესევე საუბრი ესეო თუ მაგდალენელმა მოუყვა ესეც სისულელეს ვერ ეტყოდა რომ ორჯერ შემოbrunდიო ესე იგი ვიღაცა მესამე პირი წერს აკვირდება იესოს და მარიამის საუბარს და თუ იტყვი რომ იესომ თვითონ მოუყვა იოანეს ესეც სისულელეს იესო არ ეტყოდა რომ მარიამი ორჯერ შემოbrunდაო მაგდალენი ეხა კიდე 52 მათეს 27:55-ის მიხედვით შორიდან მაცხერალი ქალები იდგნენ ჯვარზე ახლოს არ ყოფილან ნორმალური ადამიანი მიუშვებდა დედამის მკვდარ ჯვარზე ხო მკვდართან გაგიჟდებოდნენ რა გასაუბი კვერცხები მიიტანავდა სისხლით დაესხაო რა სისულელებს იგონებენ მარიამი არ ყოფილა ჯვარზე ახლოს არ მიუშვეს რომაელები აგერ მათეს სახარებაში წერია 27:55 შორიდან მაცხერალი ქალები იყვნენ დედამის სულ გამწარებულ დედას ვინ მიუშვებდა იქ ჯვარზე რომაელი მიუშვებდნენ კაცო ყველანი მოაშორდნენ კიდე ქალს კიდე იგრავნდა და სახეს იყავდა ხა კვერცხების თავი ქონდა ხელში სახეს იბღავდა ხა ხოლო იოანეს სახარებაში წერია რომ ჯვარზე იოანე მოციქულიც იყო
რომელიც იესო მიმართავს, რომელსაც ახლა დედა შენიო და დედამის მიმართავს, ახლა შენი შვილია. ახლა დედა შენი. ანუ იოანეს სახარებაში ახლოს არიან ჯვართან იოანე, მარიამი და მარია მაგდალენელი. ხოლო მათეს მიხედვით შორიდან მაცხრალი ქალები იყვნენ იესოს ჯვართმას ახლოდან არ ყოფილა. ანუ ისტორიული წინაღობა მინდა დაგანახო. დამადროულად დაწერილია რომ დავცემ წყემს და განებნევიან ცხოვრების ფარები მათეს 26-31-ში. ანუ თუ აქ მოციქულთა გაქცევაზეა და იესოს მარტო დატოვებაზე საუბარი რომ წერილი აღსრულებული იყო და მარტო დაეტოვებინათ, ხო? მაცხოვარი. გამოდის იოანე ჯვარზე რო იდგა წერილი არ აღსრულდა. იმიტომ რომ ყველა არ დაფანტულა. იქ დარჩა ის. როცა სხვები წერენ რომ მხოლოდ შორიდან მაცხრალი ქალები იყვნენ ჯვარზე. ანდა თუ კი წერილი უნდა აღსრულებულიყო, მაშინ იესო რატომ ეუნება მოწაფეებს? ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო. შეცდომაში რატო უთმის იესოს მოწაფეებს წინასამეტყველების აღსრულებას? ხო დაწერილი იყო დავცემ წყებს და გაიფათება წყრები. შეცდომაში რატო უთმის? მაინც სხვას ეუნა მომხდარიყო. ხო, ეგრე იყო დაწერილი. ხო, და შეცდომაში უთმის შეცდებით ჩემში ამაღამ. და ამავდროულად იესო ის იოანე ჯვარზე არის. ეს არის ლოგიკა. ხო, ისე? კი, დაწერილია. ძველ აღთქმაში წერია, კი, დავცემ წყებს და საუნებში წერია, დაიფანტება წყრები. ხო, მაგრამ როგორ აღსრულდა ეს წერილი და როგორ დაიფანტა მოწაფეები, როცა აგერ იოანე უკვე ჯვარზე იდგა. ესე იგი არ აღსრულებულა, არ დაფანტულა იოანე. იოანე ესეთ მაგარი ბიჭი იყო, რომ ჯვარზე გამოვიდა მისვლა იქა და დანარჩენ მოციქულებმა ვერ გაბერეს, ხო? შერჩა, ხო? ან ისა კიდე პეტრე მოციქულმა მარკოზას ყულიო ჩამოათალა. ეხა შენ რო ვიღაცას საქართველოს პოლიციას იარაღი იასრულ. წახვალ იმ იარაღის პოლიციასთან და გათმები იქა? ესეც ხნარად იჯდები? არ დაგიჭერენ იქვე ჩაგაყოდება ციხეში. პოლიციას რო შემოვარტყა, ჯერ მარტო მაგის გამო დაგიჭერენ. იმაი ყური ჩამოვაჭრა. მოკლედ, საიდან ვიგეთ რომ იესო მარიმათელი სინედრიოს წევრი იყო, აგერ გუშინ თეოლოგებმა გამარკვიეს, ვისაუბრებ, ეხლა არ მითქვი რომ არ იყო სინედრიოს წევრი. კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის საბჭოს წევრობა ნიშნავს სინედრიონის წევრობას და მიშნას, ანუ ებრაული მიშნას თანახმად სინედრიონს სრული უფლებამოსილება ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში ან იმ მოსამართლების გასამართებად, რომლებიც არ ემორჩილებდნენ სინედრიონის გადაწყვეტილებებს და სრულ წინასამეტყველების განსარჩილად. აი რომ დაიჭირეს იოსებ არიმათია. ხო. ანუ ამ მიშნის მიხედვით ანას და კაიაფას ჰქონდათ უფლება რომ იესო დაეპატიმრებინათ, იმიტომ რომ სინოდის ხდომის დაუკითხავად ჩამოხსნეს იესო ჯვრიდან და დაასაფლავეს, რაც ჯვრის მიხედვით ეკრძალებოდა. ამიტომ დააპატიმრეს თვითნებურად. სინედრიონის წინაშე იესო და სტეფანე კრეხელობაში დაადანაშაულეს. პეტრე და იოანე ერისტრებაში ირაცხეს. პილატეს კი პავლეს კი ტაძრის შემღალავში დასძეს ბრალი. ანუ სინედრიონი ასამართლება თვითონ თავისიანებსაც. ხო. ეხა მაგალითად სინოდი ხო ყავს? სინოდიც იგივე ებრაულად სინედრიონია. იმათი გადაწყვეტილების, მეუფეების გადაწყვეტილების, რომ ვიღაცამ უდელმა რაღაც ისე მოიმოქონდეს და ლევან პეტრეშვილს დაუმეგობრდეს. ეგრევე წავლედი დასჭენ, დააპატიმრებენ. აკრძალული აქვს ჩვენთან მეგობრობა. ანდა როგორც ნიკოდიმოს ჰქონდა აკრძალული იესოსთან მეგობრობა და მაგის გულზე შენც მოგივლითო, შენთანაც მოვათო. ესენც იმათი გამგრძელებლები არის, თავის პირით აღიარებენ მეტი რაღა უნდა თქვა. სინედრიონში 71 ადამიანი შედიოდა. მღვდელმთავარი და ერის 70 ჭარჩინებული მამაკაციო. ხედავ 71 მღვდელმთავარი შედიოდა და იმის გარდა კიდე 70 წარჩინებული მამაკაცი. წარმოიდგინე რა მხელას ხდება, მთელი სასამართლო პროცესი არის და მაგიტო ვიძახი რომ იოსებ არიმათიელი შეიძლება მღვდელიც არ იყო და უბრალოდ კაცი იყო და მამაოთი მიმართავდნენ მაინც, იმიტომ რომ ცოდნე იყო და მდიდარი კაცი იყო. საეჭვოა ეგ, იესობითო სინედრიონის წევრი იყო, ეს სინედრიონის წევრობა არნიშნავდა რომ მაინც და მაინც მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო. შეიძლება მამაკაციც ყოფილიყო. ხო, აი მე ხან მაგალითად შეიძლება ვიყო სინედრიონის სინოდის წევრი, მაგრამ არ ვიყო მღვდელმთავარი. ამავდროულად 70 კაცი შევდიოდი, რომელიც მაგარი სწავლულები იყვნენ და მამაოთი მიმართავდნენ. რომაელთა მმართველობის დროს სინედრიონში იყვნენ სამღვდელოების მაღალი ფერის წარმომადგენლები, ძირითადად სადუკევლები. საერო არისტოკრატია და ფარისევერი მწიგნობრები. ხედავ, საერო არისტოკრატიაც იყო სინედრიონში, ასე რომ მარტო მღვდლები არ იყვნენ. რომის იმპერიაში მაგ დროს, სინედრიონის დროს რა. ნუ სინედრიონი არ არის მარტო მაინც ეს მღვდელმთავრები, რომელიც ახლა თქვა ჩვენ აყავს. ერისკაცებიც არიან. საერო არისტოკრატია. სასამართლოში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ დიდგვაროვანი მღვდლები, რომელთაც მხარს უჭერდნენ გამოჩენილი სასულიერო პირები, საერო პირები. სადუკევლები კონსერვატორები იყვნენ, ფარისევლები კი ლიბერალები. კითხველისთვის გაუგებარია იყო თუ არა იოსების სინედრიონის წევრი 4 თავის მიხედვით, იმიტომ რომ საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მაგალითად პარლამენტის წევრი. რავი, შეიძლება აგერ ლევანი რა ქვია იმას. პარლამენტარი ლევანი რო არის კაცო. დამავიზდა მეც. კაი, მე ვერ გავუსწრებ რა. ლორდ კიფანიძეო თუ რა ქვია იმას? ლევან ლორდ კიფანიძე კი არა. როგორ დამავიზდა რა, დამავიზდა. აი, უჩირფინებს ხოლმე ის ლაპარაკობს.
რო ჩლიფინებს ენიანს რო ჩლიფინებს ის კაცი პარლამენტარი რო არის როგორ დამავიზდა კაც არაუშავ რა კაც სადუკევლებს ხო ეს თქვით კითხველისთვის გაუგებარია იყო თუ არა იოსების სინედრიონის წევრი ასევე გარკვევით სახარებაში პირდაპირ არ წერია რომ ის იყო სინედრიონის წევრი ოფიციალურად ან მღვდელი მაგრამ თუ ტექსტს გამოვიკვირდით აღმოჩნდება რომ ნიკოდემოსი და იოსები იოანეს სახარების მიხედვით ერთად მოქმედებდნენ და იყვნენ ფარისეველთა სექტის წევრები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ იესოს სასამართლო პროცესში ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ნიკოდემოსის სახარების ავთენტურობა და კანონიკურობა ზუსტად იოსებ არიმათიელი იყო რომ არ მიემხრო სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას და სინოდის დაუკითხავად იესოს ცხედარი ჩამოხსნა ჯვრიდან რის გამოც დააპატიმრეს და ეს არის აღწერილი ნიკოდემოსის სახარებაში სახარების ტექსტში ისიც ჩანს რომ იოსებ არიმათიელი და ნიკოდემოსი ერთად მოქმედებენ იესოს ცხედრის ჯვრიდან ჩამოხსნაში ესეც ამყარებს ეჭვს რომ იოსებ არიმათიელიც იყო სინოდის წევრი იოსები ღვთის სამეფოს ელოდა მაგრამ იუდეველებში არ ამხელდა რომ იესოს მოწაფე იყო თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იოსებმა მხარი არ დაუჭირა იესოს მოსაკლავად სინედრიონზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხლა ჩამოვთვლი საწერია ეს 4 თავში მარკოზის 15-ის 43-46 მუხლები მათეს 27-ის 57-60 მუხლები ლუკას 33-ის 51-53 მუხლები და იოანეს სახარების 19-ის 38-ში სადაც მან ნიკოდემოსი და ეს ერთად მოქმედებს იოსები რომ არ დაემორჩილა სინოდს მაგიტომ დააპატიმრეს იოანეს სახარებაში გარკვევით არის მინიშნება რომ იოსებ არიმათიელმა და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს იესოს ცხედარი და ნესაცხებით გააპატიოსნეს. თუ იოსები არ იყო სინოდის წევრი, მაშინ რანაირად არ დაეთანხმებოდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას თუ კი იქ არ იმყოფებოდა? ზუსტად რომ დაესწრო იესოს გასამართლებას და არ დაემორჩილა. სხვადასხვა ფილმში არის ესეთი როგორც მახსოვს, ვინ მოიწვიო ეს კრებაო? შუაღამისას ვის გაუგიაო ეს კრებაო? იესო ხო შუაღამისას შეიპყრეს ხო? როცა პასექის საღამო იყო. და იმ დროს გაასამართლეს და ეს ერთ-ერთი ეს ვინც თქვა, აქ ვინ მოიწვია ეს კრებაო? იყო იესო არიმათიელი. გაიყვანეს იქიდან. მოშორდი აქედან. ნიკოდიმოსმაც მე რო თქვა და შეეც იმისი არ მიხარ. ანუ იყვნენ ფარისეველთა წრეში, რომ იესოს ჩუმად მიმდევარი მოწაფეები. ხო. ესე იგი იოსებ არიმათიელი იყო სინოდის წევრი და იქ იესოს გასამართლოს სასამართლო პროცესზე იყო იქ ესწრებოდა იესოს გასამართლებას. გამოდის ასე ნათლად არ წერია რომ ეს იყო სინედრიონის წევრი 4 თავიდან ამას პირდაპირ ვერ ვიგებთ. მხოლოდ საბჭოს წევრი და მრჩეველთა წევრს ვიგებთ, მაგრამ ასე პირდაპირ სინოდის წევრი იყო არ წერია. თუმცა მინიშნებით ვიგებთ რომ იოსები აშკარად იყო სინედრიონის წევრი. რადგან ის დააპატიმრეს იმის გამო რომ არ დაეთანხმა სხდომის განკარგულებას იესოს ჯვართმასთან დაკავშირებდა სინოდის უნებართო ჩამოხსნა იესოს გვამი. ნიკოდემოსის სახარებაში მისი დაპატიმრების მიზეზი ზუსტად ეს სინოდისადმი ურჩობა გახდათ. პილატეს ხომ ეუბნებიან ჩვენი ჯული ნებას არ გვთავს მოკლათ ვინმეო იოანეს სახარების 18:31-ში. თუ კი მათი ჯული ნებას არ თავდა იესოს მოკვლის, რომელიც ღვთის გმობაში ვითომ ამხილეს, მაშინ რას ვიტყვით სტეფანეს ჩაქოლვაზე. სტეფანეს შემთხვევაში სინედრიონის წინაშე თავის დაცვას მხოლოდ ის მოყვა რომ ბრმომ იგი ქვებით ჩაქოლა. რომის მთავრობა რომ არ ჩარეულიყო, შესაძლოა პავლე მოციქულსაც გავსად მოეკრათ იქ. ცემაში კინაღო მოკლეს რომის ცენტურმა გამოუსტათ სახელი. სტეფანე? პავლესაც დაუპირეს მოკლათ ცემეს, რომ ტაძარში ვიღაც უცხოთომელი შეიყვანო. რომის მთავრობა რომ არ ჩარეულიყო და პავლე არ გამოეტაცა ეს. პავლესაც ამ მით მოკლავდნენ და იძახიან ესენი სახარებაში იოანეს 18:31 პილატეს ეუბნებიან ჩვენ ჯულის მიხედვით უფლება არ გვაქვს ვინმე მოუკლათო. რა უფლება არ ქონდათ კაცო პეტრე სტეფანე მოკლეს აგერ და პავლეს უპირებდნენ მოკლას. რა უფლება არ ქონდათ. ანუ იტყუებიან. ხო, ეს თქვით, ფაქტობრივად სინედრიონის მოსამართლეებმა თავად მოაწყო შეთქმულება მის მოსაკლავად. საქმეები 6:12, 7:78, 23:6-15. ასე რომ პილატეს რო ეუბნებიან რომ ჩვენი ჯულის მიხედვითო უფლება არ გვაქვს ვინმე მოუკლათო, იტყუებიან, ატყუებენ პილატეს. რადგანაც სტეფანე ჩაქოლეს, პავლეს მოკლა დაუპირეს და რამოდენიმე სიკარეტელი კაცი იყო, რომელსაც პავლე ჩაუსაფრდა მოსაკლავად. 40 დღე არ ჭამდნენ და არ სვამდნენ, რომ პავლე მოეკრათო. რადგან ეს გააკეთა რა. ერთი წუთი მე ისე რა ქვია, ჯულის მიხედვით ხო იდეაში უნდა ჩაიქოლათ, ჯვარზე გადაყარდეს. ეგ არის საქმე. ჯვარზე გაკვრა არ ეკუთვნოდა. რომის სამართალის დაირღვა, ანუ დანაშაულ ადამიანი მოკლეს ჯვარზე. მაგას ვიზახთ იმის. დაიკიდეს გაატარა. ხო, გამოდის რომ იესო ქრისტე მათი ჯულის მიხედვით არ მოუკლოთ, იმიტომ რომ მათი ჯულის მიხედვით სუფთა იყო, ის არ უტოლობდა თავს ღმერთს. და თუ ჯვარს აწვეს, ჯვარცმისთვის, ღვთის გმობისთვის ჯვარცმა არ იყო, ღვთის გმობისთვის ჩაქოლვა იყო. ხო. ანუ ჯვარცმაც კი შეწერილი არის, ანუ არ უნდა მოეკლა ჯვარზე, იმიტომ რომ იესოს მსგავსი არაფერი არ ჩაუდენია, რომ ავაზაკივი ჯვარზე მოკლული. ჯვარზე გავიკრათ, ხო? ხო.
მოკლედ ეს არის რა რაც ვისაუბრე. ეს არის მნიშვნელოვანი და იმ პარლამენტარისტის დამბალვის და ლევან როგორ დამავიდა იმის აღარ მახსოვს. კაი, დავასრულოთ, მოდი ლაივი. ბერძენიშვილი ხო, ლევან ბერძენიშვილი. მაგან წაიკითხა ძველი სეპტუაგინტა, ებრაულ ენაზე. ებრაულ ბერძნულ ენაზე წაიკითხა ძველი თორა. და იქიდან იცის რა სიმართლე რა როგორ არის და ეგრეა რა, იეჰოვა არის მათი ღმერთი, ებრაელების მათი. ლევან ბერძენიშვილი. აი ეგეთი რაღაცა არის რა. ეხლა მაგალითად არ არის სინოდრიონის წევრი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტარია, მაგრამ საბჭოს წევრია, ხო? ამავდროულად სინოდრიონში შეიძლება ეს ინიციატივილოს ყოფილიყო პარლამენტარებიც. იმ 71 კაცი მღვდელმთავრის გარდა 70 წარჩინებული კაციც არის. რომელშიც შეიძლება შედიოდნენ პარლამენტარებიც. აი მაგალითად ლევან ბერძენიშვილიც იყოს სინოდის წევრი. ასე რომ ესე ვერ გაიგებ კონკრეტულად იქ ახლა სინოდი არის, ჯერ ერთი ეპისკოპოსი აშენებს, ეპისკოპოსი ნიშნავს, ვისაც დავალებული აქვს რა პროდუქტი შემოდის სამშობლოში და რა პროდუქტი გადის ფინანსურიც და მატერიალურიც, რა შემოდის ყველაფერს აკონტროლებს. ეს არის ეპისკოპოსი, ზედამხედველი, მეთვალყურია, რომელიც თავრობისგან არის ეს დაფინანსებული და დადგენილი. ანუ ეს იყო ებრაელებშიც, ეს არის ჩვენთანაც გადმოტანილი. ანალოგიური მართლობითი სისტემა სულთა იუდეურია. ტაძრის მსახურებაც იუდეურია, ყველაფერი იუდეურია კი. იქიდან არის გადმოტანილი. რომაულ, ბერძნულ, ებრაული ნაზავი. ასე რომ ამას საერთო არაფერი აქვს იესო ქრისტე. იესო ქრისტე ღიად უპირისპირდებოდა. უბრალოდ ყველაფერს ხო, დაჟე მამა არ დაუძახოთ არავის და მოძღვარი არ დაუძახოთ, ერთი ყავს მოძღვარი ქრისტეო. რავი, რამდენიმე ირღვევა კიდე იესო ტაძარში მივიდა ამოუყირავა იქ მესაცრები ვაჭრობა არ შეიძლება ხო ეს. ტაძარში გაყიდვაო და ესენი კიდე რა ვიცი. რავი, მე შედი იმაში რა. ჯვრის მონასტერში რა. ჯვრის მონასტერში კი არა იქ მეტეხში. სტენდები აქვს თიანი, სტენდები. გაზეთები და რავი მე რა არის იყიდენ. მარტო სამთლები კი. მოკლედ მეგობრებო, თუ კაი საინტერესო ლაივი იყო, ეხლა მას YouTube-ზე წავდოთ. კარგი კი არა, მაგარი იყო ძალიან, საინტერესო რომელზე. ეს არის დაღეჭილი ინფორმირებოდა. ეს კიდე არ მომებერს ეს წესით რომ იმას მექნა რა. არა კარგია მაინც რომ ჩავწერეთ. მორჩა კი დავასრულოთ. აბა დროებით, კარგად იყავთ.